ასეთ ამინჩი დიდი ომში რომ მოვა უნდა იყოს ძალიან ერთგული ადამიანი და მე პირველ რიგში ამ ერთგულებისთვის დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას და ბოდიში მოგიხადოთ უამინდობისთვის თუმცა ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით მოხდა მე მართლა მოხარული ვარ ვინც ვერ შეძლო მოსვლა ალბათ შემდეგში გადავცემთ და ასეთი შეხვედრები ჩვენ გვექნება მე მინდა გითხრათ რომ სადღაც 20 წელი ვიმუშავე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა გინეკოლოგიის კათედრაზე და იქ ძალიან ჭირდა ლექციაზე სტუდენტების მოსვლა. აი როცა მოხვედით მე ძალიან გამიხარდა და ეს იმის მომასწავებელია რომ ის პრობლემა რომელსაც ჩვენ უნდა შევეხოთ ძალიან აქტუალურია. მოკლედ მინდა იცოდეთ საერთოდ ქართული წესია და ადამიანური წესია სტუმრად რომ მიდიხარ უნდა იცოდე ვინ პატიჟებს ელემენტარულად მე გახლავართ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი დავით კობეშავიძე ამ კლინიკის დირექტორი ეს კლინიკა მოკლედ გეტყვით დაარსდა 2005 წელს ანუ მომავალ წელს კლინიკის მე-10 წლისთავია საიუბილეოა მინდა გითხრათ რომ ეს იყო ერთი პატარა განყოფილება ძველ რკინიგზის საავადმყოფოში აი დიღომში მე-4 სართულზე სულ 15 საწოლი იყო უწყლოდ რატომღაც საავადმყოფოში წყალი არ იყო და აი რაღაცას წვალობდი მაგრამ ლაიტმოტივად ყოველთვის ჰქონდა ჩვენ საქმიანობაში ერთი რამ ტყუილი არ გვეთქვა პაციენტისთვის მომავალი დედისთვის მისი ოჯახის წევრისთვის საერთოდ ადამიანურ ურთიერთობებში დღესაც აი ახლა მე თქვენთან იმიტომ შემოვედი რომ გითხრათ სიმართლე რა ხდება მართალი სიტყვა ყოველთვის კლდეს გაანგრევს და აუცილებლად მიზანს მიაღწევს საერთოდ თქვენ ახალგაზრდები ხართ პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მიზანს თუ დაისახავთ ის აუცილებლად ასრულდება თუ თქვენ რასაკვირველია ცდას და შრომას არ დააკლეთ ასე მოხდა ჩვენ სინამდვილეში ნელ-ნელა გავფართოვდით 2011 წელს გავხსენით აი ეს ეგრეთ წოდებული აკორპუსი მერე მოხდა ის რაც მოხდა დაახლოებით 3 წლის თავზე უკვე შეიქმნა ადგილების დეფიციტი სამშობიარო სახლში ჩვენ ძალიან ბევრ პაციენტს ვაბრუნებდით უკან და იძულებული გავხდით აი ამ პროექტისთვის შეგვესხავთები და 2000 დღეს გახდა მამა მესამე გოგოსი აგერაი გედაცადა ხო და აი 2011 წელს აი ამ პროექტს შევასრულეთ 2014 წელს ამ პროექტს შევასრულეთ და უკვე ბ-კორპუსი აი ესე გაიხსნა და ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ რომ დღესაც ვასწავლეთ საქმე იმაში გახლავთ რომ თვითონ მშობიარობის რიცხვის ზრდა თვალნათლივ არის მე უბრალოდ სტატისტიკურად მინდა გითხრათ ეს სამშობიარო სახლი აღჭურვილია აბსოლუტურად თანამედროვე მოთხოვნებით იცით თქვენ რომ ერთადერთი სტაციონარია სამშობიარო სახლი რომელსაც საავადმყოფო არ ჰქვია ქვია მარტო სამშობიარო სახლი და ეს ასეც უნდა იყოს იმიტომ რომ თქვენ მეუღლეებთან შვილებთან ერთად ხართ აქ და აქ ოჯახის პრინციპით უნდა ვიცხოვროთ სხვანაირად არ გამოვა ამიტომაც არის რომ ბრძენმა დაარქვა არა სამშობიარო სტაციონარი არამედ სამშობიარო სახლი საზღვარგარეთ თუ ხართ ნამყოფი და მიგიქცევიათ ყურადღება ან ინტერნეტში შევძანდებით წელს უფრო აი 21 საუკუნეში უფრო აქტუალური გახდა ეს თემა და ჰოსპიტლები რომელსაც ერქვა თქვა დედათა ჰოსპიტალი ეხლა არის დედათა სახლებად გადაკეთებული არა აი ყველა მიდის აქეთკენ ევროპაში ამერიკაში რომ სახლებად ეს არის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა ამ ტერმინში არის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა დაუბრუნდეთ ჩვენ სამშობიარო და მინდა გითხრათ რომ აქ არის მელოდინეთა განყოფილება ეხლა თქვენ ხართ პარაკლინიკურ ნაწილში არის ოპერაციული გინეკოლოგიის, კონსერვატიული გინეკოლოგიის, რასტიშტავს კონსერვატიული გინეკოლოგია, ანტებითი პროცესები, ანუ ყველაფერი ის პათოლოგიები, რომლებიც არაოპერაციული გზით იკურნება. ქალთა კონსულტაცია, სამშობიარო ბლოკები, ინდივიდუალური საოპერაციოები, VIP განყოფილება, ახალშობილთა განყოფილება, რეანიმაცია და ასე შემდეგ. მაგრამ მე ხას უსვამთ მნიშვნელოვან ტენდენციას, რომელიც რატომღაც შეიმჩნევა ბოლო ხანებში. რაც უფრო განვითარებული თაობა წამოვიდა, ახლა ეს პარადოქსი ვამბობ მე, თუ ვინმეს ჩემი გამოსვლა მოგისმენიათ ტელევიზიით, იქაც მithქვამს, პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ პროექტისთვის ჩაგვეყარა საფუძველი.
ჩვენი ახალგაზრდებისთვის დღეს ინტერნეტის საშუალებით ყველა ინფორმაცია ხელმისაწვდომია. აბსოლუტურად. ეს შეეხება არა მარტო მედიცინას და მე ან გინეკოლოგიას, ნებისმიერ სფეროს მოგეხსენებათ. და მიუხედავად ამისა, მაინც მძლავრობს ისეთი პათოლოგიები, გინეკოლოგიური პათოლოგიები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იწვევენ გამოუსწორებელ შედეგს. ასეთი გამოუსწორებელი შედეგი ქალის სინამდვილეში რა შეიძლება იყოს? თუ გავითვალისწინებთ, რომ გინეა ეს გახლავთ ბერძნული სიტყვა და ნიშნავს ქალს, ანუ მეცნიერება გინეკოლოგია ეს არის ქალის ორგანიზმის რეპროდუქციული სისტემის შესწავლილი მეცნიერება, მე გეტყვით ერთ რაღაცას, ძირითადად არის მისი ფუნქცია სწორედ შვილოსნობა. ჩვენ რაც არ უნდა მივდგეთ, მოვდგეთ, რაც არ უნდა საშვილოსნოს ქება დიდება ვთქვათ, რაც არ უნდა სადღეგრძელოები მიუძღვრათ და დითირამბები საშვილოსნოს 2 მილს და 2 საკვერცხეს. არაფერი არ გამოვა ამ საშვილოსნოდან, თუ ის ერთხელ მაინც არ შეასრულებს იმ ფუნქციას, რასაც შვილოსნობის ფუნქცია ქვია. ჩათვალეთ, რომ ეს არის არა მარტო ოჯახის, არამედ მთლიანად ერის და ქვეყნის ტრაგედია. უკეთეს შემთხვევაში თითოეულ საშვილოსნოს სულ მცირე რეპროდუქციულ ასაკში შეუძლია 10-დან 17 ბავშვის მოცემა. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამხელა დანაკლისია ეს ისეთი მცირე რიცხოვანი ერისთვის, როგორიც ჩვენია. ამდენად პრობლემა სახეზია. სახეზია ძირითადად ისეთი პრობლემები, რომლებიც შორეულ და ახლო მომავალში იწვევენ გამოუსწორებელ შედეგებს, რასაც ქვია სტერილიტას პრიმარია, ანუ პირველადი სტერილობა, პირველადი უშვილობა. როგორია პროცენტულად საქართველოში პირველადი უშვილობა და არის თუ არა მართლაც ასეთი საგანგაშო სტატისტიკა. თუ ამოვალ იქიდან, რომ ყველა მეხუთე, მეექვსე ახალ შეუღლებული მანდილოსნისგან ყველა მეხუთე, მეექვსე არის სტერილური, ანუ მიდრეკილი სტერილობისკენ, ანუ საჭიროებს კორექციას, რომ სტერილობა არ განვითარდეს, ეს რასაკვირველია საგანგაშოზე მეტია. მაშ რა ხდება? რაშია საქმე? პარადოქსული ფაქტია ვამბობ. ერთის მხრივ განვითარებული 21 საუკუნე, ინტერნეტის საუკუნე, ინფორმაციის აბსოლუტური წვდომა და მეორეს მხრივ აი ასეთი შეუსაბამო ფაქტი. ვერთვად აგლოცოთ, კარგად გზადებოდეთ. იცოცხლე. აი ეს შეუსაბამობა ჩვენთვის ძალიან მარტივი ახსნადი გახლავთ. ინფორმაციას ვიღებთ ინფორმაციისთვის და არა გააზრებისთვის. გასაკვირველია ეს ყველას არ ეხება და ალბათ ეს 21 საუკუნის განვითარებული ადამიანის, ანუ ჰომო საპიენსის გონიერი ადამიანის ხვედრი გახლავთ. ინფორმაციას ვიღებთ როგორც ინფორმაცია, მაგრამ განსჯა ამისი არ ხდება. და განსჯა ამისი რომ არ ხდება, ეს ფაქტი სახეზია. აი სწორედ პროექტი, რომელსაც ჩვენ დავარქვით მედეა, ითვალისწინებს იმას, რომ პირველ რიგში ვიმსჯელოთ, რა ხდება ჩვენს თავს, რა პათოლოგიები შეგვიძლია გამოვავლინოთ ისეთ ასაკში, როგორიც არის მენარხის ასაკი, მე აქ შევჩერდები და გეტყვით, რომ მენარხე ესეც ბერძნული სიტყვა გახლავთ და ნიშნავს პირველ მენსტრუაციას, რომელიც ძალიან გაახალგაზრდავდა მენარხის ასაკი. ჩემ ახალგაზრდობაში მე მახსოვს, ჩემ კლასელ გოგონები ეხლა მიყვებიან თუ მაშინ რა ვიცოდი, 13-14 წლის ასაკში იყვნენ მენარხეები და ეხლა 14 წლის ბავშვი ჩემთან შობიარობს. 13 წლის ბავშვი შობიარობს. ეს კარგია თუ ცუდი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მე რა მინდა გითხრათ, გაახალგაზრდავდა. არც ერთმა აი 100-დან თითქმის არც ერთმა არ იცის, შევიდეთ მე-7, მე-8 კლასებში საჯარო სკოლებში და ვკითხოთ რა არის მენარხე. როგორი არის, თქვათ, პირველი ჰიგიენის წესები პირველი თვიურის, ანუ მენარხის დროს. რა საშიშროებას წარმოადგენს მოუმზადებელი შეხვედრა აი ამ ფიზიოლოგიური მოვლენისადმი, რომ ამ დროს მთელი გზები საშარდე, სასქესო ორგანოები, მთელი გზები არის ღია აღმავალი ინფექციისთვის. აი ეს აღმავალი ინფექცია, რომელიც 11 წლის გოგონას შემთხვევაში ჩაჯდება ტირკველში, ჩაჯდება საშვილოსნოში, მილებში, აი ეს იწვევს სწორედ იმ პათოლოგიებს, რომლის შედეგებსაც მოგვიანებით ჩვენ ვიმკითხავთ. მაშ ასე პროექტი მედეა სწორედ გულისხმობს იმას, რომ მოხდეს ადრეულ ვადებზე, რაც შეიძლება ადრეულ ვადებზე, პათოლოგიების გამოვლენა და ჯამში მე რო ეს შევაფასო,
აი ამას ქვია საზღვარგარეთ და ცივილურ ქვეყნებში ოჯახის დაგეგმარება. ანუ თითოეული ვაჟი, თითოეული მდედრი უნდა ემზადებოდეს იმისთვის, რომ გეგმავდეს ოჯახს. ოჯახის დაგეგმარება არ ნიშნავს ბიუჯეტს. ოჯახის დაგეგმარება ბიუჯეტზე მეტია. უნდა იცოდეთ ერთმა წყვილში ერთმა და მეორემაც რა მოვლით მათ, როგორ უნდა გაუფრთხილდნენ თავს, რა პათოლოგიების გამოვლენაზე უნდა ვიფიქროთ. ძალიან ბევრისთვის თქვენ აი აქ ხტომისთვისაც კი ძალიან ბევრისთვის შეიძლება ასე ვთქვათ ჩვეულებრივ მომენტად არის ისეთი გინეკოლოგიური ტერმინს ვყავ ხა მე და ორი შვიხტი საზოგადოებასთან მაგრამ პროექტის გაშლა მინდა და იმიტომ აი მაგათ ისეთი პათოლოგია როგორც არის თეთრად შლა ანუ ამას ზოგიერთი მიიჩნევს ფიზიოლოგიურ მოვლენად ზოგიერთის დედები აღნიშნავენ რომელსაც საერთოდ განათლება არ აქვს ამ დარგში წიგნი აქვს მარტო წაკითხული და ისიც ვერ აღიქვეს ეს მეც მქონდა ახალგაზრდობაში კაცო შენ რაც მქონდა ახალგაზრდობაში შენ იქნება ტვინიც არ მქონდა ახალგაზრდობაში მაგრამ შენშიც ხო უნდა გქონდეს არა ამდენად აი არის ისეთი რაღაცები რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს თავიდანვე და აი ეს გულახდილი საუბარი ექიმთან მოსვლა უნდა იყოს ყოველდღიური აუცილებლობა მომავალი დედისთვის არაფრით არ შეიძლება გოგონამ 18 წლის ასაკში გაიგოს რომ მარცხენა საკვერცხეზე ან მარჯვენა საკვერცხეზე აქვს კისტა არაფრით არ შეიძლება თუნდაც ერთხელ მაინც ეხოსკოპიური გამოკვლევა არ კონდეს ჩატარებული თუნდაც ერთხელ მაინც არ კონდეს აღებული საშოს ნაცხი ჩვეულებრივი თქვა ფლორაზე საშოს ნაცხი ნახოთ როგორ არის საშოს ფლორა ასე ვთქვა გამოკვლეული არ კონდეს აი ეს ყველაფერი დღეს ძალიან გართულებული გახავთ ამიტომ სამშობიარო იმედის კლინიკა შემოდის თქვენთან ასეთი წინადადებით მე ვიცი რომ სტუდკავშირებს სტუდენტებს ახლა რეალური ძალა გაგაჩნიათ ჩვენ რასაკვირველია შეგვეძლო სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთანაც მოლაპარაკება და გასვლა მაგრამ მე პირადად და ჩემმა კოლექტივმა ვარჩიეთ უშუალოდ ყველაზე პროგრესულ საზოგადოებასთან და ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე საუბარი. მე გთავაზობ თქვენ აი ესეთ რაღაცას რომ მოდი ვითანამშრომლოთ ერთად. ანუ იმედის კლინიკა ქმნის შეღავათიან აბსოლუტურად ტარიფებს, ხშირ შემთხვევაში აი ეს ახალია ის რაც საორგანიზაციო ჯგუფმა წარიწის და რაც მინდა მე ხა საახალწლო ნორმატივით გითხრათ, იმ შემთხვევაში თუ სტუდკავშირი მე წარმომიდგენს ასე ვთქვათ, ჩემ დროს ასე ერქვა რეკომენდაციას, ვაი ამ ადამიანს მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ფასდაკლების პაკეტი აქვს, ამ ფასდაკლების პაკეტითაც არ შეუძლია გინეკოლოგიური მომსახურების ჩატარება, იმედის კლინიკამ მზად არის აბსოლუტურად უფასოდ, უანგაროდ გამოიკვლევს მომავალი დედის ჯანმრთელობა. და ეს მერწმუნეთ, რომ ეს არის გაცილებით უფრო მეტი დაბანდებული სიკეთე, რომელიც ძალიან დიდ დივიდენდებს მოიტანს ერისთვის და ჩვენი კლინიკისთვის. ასე რომ აი ამ პროექტის ფარგლებში რომელიც 19 იანვრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას ნათლისღების დღეა მოგეხსენებათ რატომღაც ჩავთვალეთ ასე საჭირო რომ ნათლისღებაზე ყოფილიყო ახალი იბადება ახალი იდეაა და ბუნებრივია მონათლა უნდა ამას და ნათლისღებაზე ჯობია ესა ამიტომ 19 იანვრიდან ჩვენ გადავწყვიტეთ რომ აი პროექტ ჩავუყაროთ საფუძველი და უკვე დავიწყოთ ამ პროექტის განხორციელება. მე თქვენი მონაწილეობა მესახება ასე რომ აუცილებლად უნდა ვიკონტაქტოთ საიტის საშუალებით, ერთიერთზე, ტელეფონის საშუალებით, მისვლა, მოსვლით, უნდა შედგეს გარკვეული რაღაც გრაფიკები სპეციალისტებთან მოსვლის. მე მესმის და ეს ძალიან კარგია. საორგანიზაციო ჯგუფმა მითხრა რომ სწავლით ძალიან დაკავებული ხართ, ამიტომ მე უნდა გადავაწყო მაშინ ჩემი კლინიკის მოწინავე სპეციალისტების განრიგი და უნდა მოვერგო სტუდენტის განრიგს, ეს არ არის ჩემთვის მარტივი, მაგრამ აუცილებლად გასაკეთებელია. ძნელია თქვენ კოლოკვიუმზე იყოთ, ლექციაზე იყოთ და ამ დროს 11 საათზე კლინიკაში იყოთ მოსასვლელი. აი როცა წინასწარ გვეცოდინება, მოკლედ დეტალებზე ამაზე საორგანიზაციო ჯგუფი შევთანხმდებით თქვენთან ერთად და დანარჩენი მე მგონი ამ პროექტს ალტერნატივა არ უნდა ქონდეს. ხა სწორად გამიგეთ რა კლინიკას რომელშიც არის სადაც არის თვეში თქვა 200-დან 300 მშობიარემდე ხანდახან მეტით მას არ ჭირდება არანაირი რეკლამირება და არა ხა თქვენ ხედავთ რომ აქ სულ თქვენ ახართ და ჩვენ შეგვიძლია თქვა სხვანაირი მობილიზება გავაკეთებია ეს არ არის თვითდამკვიდრებისთვის ეს არის კიდევ ვიმეორებ ის ინვესტიცია რომლის დივიდენდი ჩვენ აი სულ უახლოეს მომავალში მივიღებთ ამ დივიდენდს. აი დაგვიბრუნდება ეს ბუმერანგივით.
თქვენ ოჯახებს და ჩვენ დიდ ოჯახს, რასაც ჩვენი ქვეყანა და საქართველო ქვია. ეხლა მე თუ შევძელი რომ რაღაცა გამეგებინებია და გადმომეცა, იმიტომ რომ მე ძღელავ თქვენი აუდიტორია საკმაოდ ჩემთვის ამაღელვებელია, იმიტომ რომ მოხვედით, პატივი დამდეთ. აი მზად ვარ ნებისმიერ შეკითხვაზე გიპასუხოთ თუ არის ასეთი შეკითხვა პროექტთან დაკავშირებით, პროექტის გარეშე, აი როგორც თქვენ გნებავთ. და მე ჩვენ ცუდი მასპინძლები ვართ თუ კარგი არ ვიცი, მაგრამ იქ პატარა ფურშეტი არის და თქვენ შეგიძლიათ ძალიან წყარად შვიდად ოჯახურ გარემოში ვიდოთ ბრძანა. ბრძანა. მაინტერესებს აი ლეპტოპის დამოსხივება შეიძლება გამოიყენოს უშუალოდ, იმიტომ რომ აი უშუალოდ თუ არა რაღაც აი ნამშრომი არის გეუბნება თუ არა. მე ვაბობ ლეპტოპი კომპიუტერზე კიდევ მოხდება. არა, მოდით ესე კი ბატონო. მოდით ესე ვთქვათ, თვითონ რადიაციული ფონი ლეპტოპს იმხელა არ აქვს, მაგრამ თუ თქვენ რადიაციაზე ამახვილებთ ყურადღებას, აი მაგალითად მე გეტყვით, რადიაციული ფონი იცით თქვენ რომ უკრაინაში, ჩერნობილში, ბუდიში, აი ცუდად ცხეთ რა. მე არ მაძლევ ტრიალის საშუალებას. მოდი იქ დავიჯექი რა ჩემი სიცოცხლე. შენ რო დამზადდა. ქალტოვი მეგისაჯაია. ყველაზე ინტრიგანი ჟურნალისტი, ომბუდსმენი, ჩვენი კლინიკის, ანუ ომბუდსმენი, ჩვენი პაციენტთა უფლებების დამცველი გახლავთ. ხო და რა მინდა გითხრათ? აი ჩერნობილში მაგალითად მოგეხსენებათ თქვენ რომ ატომური რეაქტორი გაფეთქდა, ეს იყო 87 წელი, კომუნისტების დრო იყო კიდევ, მაშინ თქვენ ზოგიერთი დაბადებული წარიქნებოდით. მაგრამ მე გაწვნეთ, ეხლა იქ არავინ არ ცხოვრობს, თუმცა უკრაინაში თქვა და მე უკვე მის ასე მოსაზღვრე რეგიონებში რადიაციული ფონი მომატებული იყო. ორსულობაზე და ერის გამრავლებაზე ამას ხელი არ შეუძლია, მაგრამ მეორე პათოლოგია გამოსცა, სიმახინჯეები. სიმახინჯეები გამოსცა. ეხლა ტერმინი, აი მე ძალიან მაგიჟებს ხოლმე, აი ზოგიერთი დედა ცივწყალში ფეხი არ ჩაყურა ცივი, რა უნდა რაღაცა ესა ცივწყალში ხარ ფეხი ცხელწყალში რო ჩაყო ადუღდები? თუ როგორ არის? არა. აქ არის დამალული ამაში ის, რაც აი ამიტომ გეუბნები, ინფორმაციას ვიღებ, მაგრამ ამისი ანალიზი არ ხდება. თქვენ სხვა თაობა ხართ. აი ცივწყალში ჩავყავ ფეხი, რა უნდა გამაციოს ხოლმე? არა, ჩემში არის ის ვირუსები, ის ბაქტერიები, რომლისთვისაც ცივი წყალი არის ყველაზე კარგი პირობა მისი ვირულენტობისთვის. ანუ ცივმა წყალმა პროვოცირება მოახდინა ამ ვირუსის ვირულენტობისთვის. გამიგეთ? აი ეს არის ძირითადი არსი ამაში ჩადებული. შემდეგ და სეზონურადაც არის, თავს არ ამანებს არაფერს და რა უნდა გავაკეთო. იცით რა არის, მე გეტყვით რომ ასე მიდგომა არ შეიძლება. არის G და M ფორმა, ხო? არის G და M ფორმა. უნდა ვიცოდეთ რომელ ფორმას დავამბობთ თავი. ქრონიკული ტიტრი უნდა ვიცოდეთ და შესაბამისი მკურნალობა. აი ეს პროექტი როგორც კი ამუშავდა, პირველი პაციენტი უნდა ეშია. ხო, მართლა გეუბნები, იმიტომ რომ ასე ჰერპეს ნუუყურეთ მარტივად. თუმცა, ეხლა მე გეტყვი, აქ რამდენი 20 კაცი ხოლმე ვართ, არა? ყველა ჰერპესის მატარებელი. აბსოლუტურად. და ქრონიკული ფორმა ეს საშიში არ არის. აი თუ გრინ ზონაშია, აი მწვანე ზონაშია, აი მაშინ ცოტა რაღაცა წამკურნალება არის საჭირო, მაგრამ ყურადღების გამახვილება აუცილებლია. ეხლა თქვენ იცით რომ ჰერპესი გაქვს და დაახლოებით 100-დან შეიძლება 98-მა არ იცოდეს რა აქვს მას. აი ჩვენთან ასეთი ფაქტია ეხლა. გუშინ წინ გადაიყვანეს ბავშვი 4 კილო 100 დაიბადა. აი ანგელოზი, რასაც ქვია, მართლა, მაგრამ უცებ განვითარდა დაბადებიდან მესამე-მეოთხე დღეს 39 მის სიცხე, ყველაფერი გადავერიეთ, ჩვენი რეანიმატოლოგებმა ყველაფერი გააკეთეს და ეხლა გადავიყვანეთ ჩვენ ინფექციურ ბოქსში, რატო სეფსისია. ანუ რა არის? ოქროსფერი სტაფილოკოკი თანდაყოლი. ანუ მე რო ჩაეძიეს დედას, აღმოჩნდა რომ ამაზე საერთოდ არ აქვს ანალიზი გაკეთებული. მე ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ახალს მეგონი არ წავალ, ნაყოფი იბადება საშოს გამოვით, ხო? ამიტომ თუ საშოში მე ხდება ბუტერბროტები, ბუნებრივია ამ ბუტერბროტებს შევა, თუ ხდება ტარაკანა, ის ტარაკანას შევა, ხო? ანუ დაინფიცირება ძალიან მარტივია. ძალიან მარტივია. ამიტომ აი შეიძლება, კაი, შეიძლება შენ არ ფიქრობ ამაზე, მაგრამ შენ შროზე ხო უნდა იფიქრო.
აი ხო უნდა იფიქრო შენ შვილზე, როგორი შვილი გეყოლება, გაგიმწარებს თუ არა მისი ჯანმრთელობა სიცოცხლეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ყველაზე მძიმე არის მშობლის ბედი, რომელიც თავისი შვილის ჯანმრთელობით არის გაუბედურებული. აი ამისთვის უნდა ვემზადოთ. გესმით რა შეასახმეთ? კიდევ შეკითხვა? საერთოდ. და რომელიც არა, საშუალოს პრობლემა, მოდი ასე ვთქვათ, ჰორმონული პრობლემა იწვევს. მაგრამ მარტო ეს არ არის, იმიტომ რომ ასეთი გამონაყარი თქვა შეიძლება გასტროენტეროლოგიური პრობლემა, ანუ კუჭლაწლავის პრობლემის დროსაც იყოს. შეიძლება ჩვეულებრივად კანის დაავადების დროსაც იყოს. ანუ აქ დიფერენცირება უნდა, თუმცა თქვა, ახლა მაგალითად ახალს არაფერს არ ვიტყვი, მაგრამ გამოსხილი მე უკვე 30 წელია. აი მე სახეზე ვატყობ, გოგონას თვიური აქვს თუ არა? კიდე დაიჯერეთ, უმეტეს შემთხვევაში თვიურის წინა პერიოდში არის გამონაყარი ხოლმე. სახეზე ეს არის ჰორმონული გამონაყარი. რაც უნდა დამალულო, არა მაქვს, მე ვერ დამემალავ, იმიტომ რომ მე ვიცი რაც არის. ასე რომ, ჩემი ბედი ხო კარგია რა, რომ ქუჩაში დადიხარ და ყველაფერი იცი. ძალიან. გაუთქივარება რა სიწევს შუა? და რა სიწევსო? კი ბატონო. ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვის, თვითონ ეს აქტუალურია ძალიან და ჩვენ აი ამ კუთხითაც უნდა ვიმუშაოთ, იცით რომ მარტო პროგრამა თვითონ გულისხმობს რაღაცის ნოზოლოგიების პრევენციას და ამავე დროს სიახლეების დანერგვას. ამაში უნდა დამეხმაროთ. 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოში პირველად გაკეთდა საკეისრო კვეთა ტუბერკულოზიან ქალზე და გაკეთდა ეს ეპიდურული ანესთეზია. მაშინ სპინალური ანესთეზია არ იყო, იმიტომ რომ იყო ფილტვის ტუბერკულოზი, მაშინ ნარკოზით კეთდებოდა ოპერაციები, სულ აი ახლო წარსულს გეუბნებით და იძულებული გახდნენ რომ ანესთეზიოლოგი ჩამოეყვანათ და ამან გააკეთა ეპიდურული ანესთეზია. ჩვენ გაოგნებული იყო სხვა შორის თქვენი მონამორჩილი ამ ოპერაციას ესწრებოდა, მაშინ მე ძალიან ახალგაზრდა უბრალოდ ვესწრებოდი ვიდექი და უყურებ. ეხლა საქმე იმაშია რომ მე დავსვავ ასეთ შეკითხვას, როგორ გონიათ თქვენ ეხლა კბილის ამოღება, ექსტრაქცია კბილის გაუთქივარების გარეშე კარგია? აქ ალბათ ფიზიოლოგიის მცოდნე ადამიანებიც ხეთხართ, ხო? რომელიც თქვა ამ კუთხით სწავლობდა, იცით რაც არის ზეზღულგოვანი აგზნება, ხო? ჩვენი ზეზღულგოვანი აგზნება ყველასგან განსხვავებულია, ხო? ერთმანეთისგან განსხვავებულია. მე შემიძლია რაღაცის მოთმენა, მე არა კონკრეტულად, მაგრამ ისე ვამბობ, სხვას ის არ შეუძლია. მე მინახავს უამრავი მშობიარობები, რომლებიც აბსოლუტურად გაუტკივილის გარეშე ჩატარებულია. ყოველ შემთხვევაში აღქმა მისი არ ქონია. ეხლა სანამ თქვენ შეკითხვას პასუხს გავცემ, მინდა გითხრათ, რომ სამშობიარო შეტევები, რომელსაც თან ახლავს ალგიური ფენომენი, ანუ ტკივილი, გაცილებით ტკივილი, ამპლიტუდით უფრო დაბალია ვიდრე კბილის ტკივილი. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს და გაცილებით ტვინის ბურღავი გახლავთ ჭალებში კბილის ტკივილი ვიდრე სამშობიარო, იმიტომ რომ სამშობიარო ტკივილს კბილის ექსტრაქცია კი არ მოყვება, ბავშვი დაიბადება და დედა ხდება. ეხლა მე ვსვავ ასეთ შეკითხვას, როგორც ექიმი არა, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ადამიანი. რატომ უნდა მეტკინოს? ხო ვერ მეტყვით, აი რატომ უნდა მეტკინოს? თუ ეს ექიმს უხარია რომ მე მტკივა, ტირი ვარ, კედელზე ავდივარ, ну ძალიანაც კარგი მაშინ, ოჩახ მაგეთს. თუ ჩემ მეუღლეს დედამთილს დედას, როგორც წესი ესენი განსაზღვრავენ ხოლმე მშობიარის ბედს, უნდა იცი ესეც ამაზე ზენია ჩემთვის. შენ ტკივა და უნდა კითხო მეზობელს, მეზობლის დას, ბიცოლის დეიდას, დაშუაში ეს. თუ მაგალითად ასეთი ტკივილი გააქვს, რატომაც არ უნდა გაიუტკივა. ეხლა არსებობს გაუტკივარების რამოდენიმე ფორმა და თქვენ მე მეკითხებით ხერხემალში გაუტკივარებას. ანუ, მოდი ასე ვთქვათ, ეს არის გეომეტრიულად სწორად და გეოგრაფიულად სწორად გაგებული, მაგრამ ტოპოგრაფიულად არაზუსტი მინიშნება. ანუ აქ ორი მომენტია, ეგრეთ წოდებული ეპიდურული ანესთეზია და ეგრეთ წოდებული სპინალური ანესთეზია. ხა მაგარი გარსი მოგეხსენებათ ზურგის ტვინის, აი გაბა წარმოვიგეთ კოლონნა ვერტებრალეს ქვია ხერხემალს, რომელიც მალთასვეტისგან შედგება, გაგახსენებთ, შიგნით გახსოვთ ალბათ რომ ზურგის ტვინია, ამ ზურგის ტვინით დამცავი ლიკვორი გახლავთ არა და აი ჩვეულებრივად, როდესაც ხდება გაუტკივარება ეპიდურული ანესთეზია. ეს ნიშნავს, რომ
საფუნქციო ნემსი არ შედის ხერხემლის არხში. ფესვები მალთა ფესვებთან მოდის, გახსოვთ თქვენ, განივი მორჩები მალების, საიდანაც გამოდის ნერვული ფესვები. აი ამ ნერვულ ფესვებს, აი წარმოიდგინეთ ეს ფესვებია, ხო? ნემსი მივიდა რომელიმესთან მნიშვნელობა არ აქვს, მარცხენა, მარჯვენა. და აი აქ დაინთხა წამალი. აი ეს წამალი, ეს დაახლოებით წელის მესამე-მეოთხე, L3-L4-ის დონეზე ხდება. აი აქ წამალი შევიდა და ჩვეულებრივად წავიდა ჭირსქვევით ანესთეზია. ეს ანესთეზია მე შემიძლია მარტო რა გინდითხას. შესაბამისად ეპიდურული ანესთეზია ხას უსვავ, გამოიყენება ძალიან კარგად მშობიარობის დროს. აი ხა ვისაც მიულოცეთ თქვენ, სულ ერთი სახარო თვითონ საერთოდ ვერ გაიგო რა ხდება. თვითონ ეპიდურულ ანესთეზიას აქვს ჩვენება ორი. ერთი პირველი უბრალოდ. როდესაც სავსებით გამართლებულად მიმაჩნია მშობიარეს ობიექტს, სუბიექტს უბრალოდ აქვს იმის სული, რომ იმშობიაროს 21 საუკუნეში. რაღაცით განსხვავდებოდეს მე-18 საუკუნეში დაბადებული ბებიისგან მისი მშობიარობა. აქვს ასეთი სული, რომ ტკივილი არ ქონდეს, ექიმი წინააღმდეგი არ არის. მეორე, სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე. ეს შორს წაგვიყვანს, მაგრამ მე მოკლედ გეტყვით. მაგალითად, ისეთი ჩვენებიდან გამომდინარე, რომელიც თქვა, პაციენტს წაადგება და ამას უშუალოდ ექიმი ეუბნება. მაგალითად მოვყავთ რიგიდული საშუალოსნოს ყელი, ანუ მშობიარობის პროცესში არ ხდება ყელის გახსნა და მე იძულებული ვარ ანესთეზია შევთავაზო, ანესთეზიის დროს ხდება ქვედა კუნთების სრული რელაქსაცია. ანუ შესაბამისად მოდუნება კუნთების, რაც მათ შორის ირგვლივი კუნთის, ცირკულარული კუნთის საშუალოსნოს ყელისა და ხდება მისი გახსნა. ანუ მე ძალიან მიწყობს ხელს. მეორე, ჰიპერტენზია მაგალითად ორსულთა ჰიპერტენზია გრავიდა რომ არის ასეთი ხო, როდესაც მაღალი არტერიული წნევა ეპიდურული ანესთეზიის დროს იგივე პრინციპით, იმიტომ რომ აქ კუნთთა ტონუსის მოშვება ხდება, ჩვეულებრივად პერიფერიული კუნთებისას და დასაკვირველია პერიფერიაზე წნევა დაიკრავს. აქვს უკუჩვენებები, რაც არ უნდა მეხვეწო, მე ვერ გავიკეთებ ამ დროს, მაგალითად ნაყოფის არასწორი მდებარეობა. ასეთი შეიძლება იყოს გარდიგარდმო მდებარეობა, ასეთი შეიძლება იყოს მენჯიტში მდებარეობა, ტერფებით უпростоრად. მაგალითად, დიდი ნაყოფი და ვიწრო მენჯი. ან ზოგადად ვიწრო მენჯი. აი ეს უკუჩვენება, რაც არ უნდა მომთხოვო, მე ამ დროს გეტყვი რომ შვილო, ეს არის ძალიან საშიში. რატოა საშიში? იმიტომ რომ გაუტკივარების ფონზე შეიძლება მოხდეს კატასტროფა, გასკდეს საშუალოსნო და ჩვენ ვერ გავიგოთ ეს მშობიარობაში. ეხლა რაც შეეხება სპინალურ ანესთეზიას, ანუ ეს არის მეორე ფორმა. სპინალური ანესთეზია ტოპოგრაფიულად განსხვავდება ეპიდურული ანესთეზიისგან, თორე ზუსტად გეოგრაფიულად იმ ადგილში კეთდება როგორც ეპიდურული ანესთეზია. სპინალური ანესთეზიის დროს ხერხემლის სვეტი იხვრიტება. აი აქ ძალიან საშიში გახლავთ მაგარი გასის გახვეთა, იმიტომ რომ არ მოხდეს მერე დეფექტის, ასე ვთქვათ, შორს წასვლა. იხვრიტება ხერხემლის სვეტი და აი ნემში, საფუნქციო ნემში გამოდის ლიქორი. ეს უკვე სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი გახლავთ იმისთვის, რომ თქვენ ზუსტად იქახოთ, სადაც უნდა იყოს. სპინალური ანესთეზია გაცილებით ხანმოკლეა, ეს ერთჯერადი ანესთეზია გახლავთ, ეპიდურული ანესთეზია გაცილებით ხანგრძლივია და ის მრავალჯერადია. სპინალური ანესთეზიის დროს ანესთეზიის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 2-დან 3 საათამდეა. ეხლა მერე თუ ოპერაცია გაგიგრძელდა, იძულებული ხდები, რომ გადაიყვანო ენდოტრახეალურ გაუტკივარებას. აი ცუც ეპიდურულ ანესთეზიაში მე ვერაფერს ვერ ვხედავ, იმიტომ რომ არც ნაყოფისთვის და არც დედისთვის თქვენ კითხვაზე პასუხობ, არ არის იგი საშიში. თუ რასაკვირველია, მე ან გინეკოლოგი ფლობს ყველა იმ აუცილებელ ატრიბუტიკას, რომელიც აუცილებელია ასეთი ანესთეზიით მშობიარობის დროს. აი ეს არის და ეს. კიდევ რა შეკითხვა? დიახ, ამენორია გახლავთ თემა, რომელიც მე შემიძლია დავიწყო ორშაბათს და მთელი თვე ვილაპარაკო, იმიტომ რომ ეს ყოვლის მომცველია. ამენორია არის ცრუ და ჭეშმარიტი, მაგრამ აქედან დავიწყოთ, ხო? თუ თქვენ ფიქრობთ ჭეშმარიტ ამენორიაზე, ეს ჰორმონული პრეპარატებით რამდენად განკურნებათ, ეს კიდე მეორე საკითხია. ცრუ ამენორია მაგალითად ყველას დაგემართებათ თქვენ, როცა ორსულად იქნებით. როცა ვთქვათ, მოვადრო და კლიმაქტერულ ფაზაში გადახვალთ, ხო? ეს არის ცრუ ამენორია, ეს ფიზიოლოგიური ამენორია. მაგრამ ჭეშმარიტი ამენორია, აი აქ უნდა ვიცოდეთ, რის ხარჯზე ხდება ეს ამენორია. მაგალითად, აი აქ აქვს თქვენი სახელი თეონაშვილო.
აი ზოგ მე გეტყვით ერთ რაღაცას რა. ძალიან ბევრჯერ შევხვდები პარადოქსულს გეუბნებით. შეგიძლიათ დაიჯეროთ, შეგიძლიათ არა, მე შევხვდრია 36 წლის გოგო, რომელმაც ეხოსკოპიაზე გაიგო, რომ საშუალოსნო არ აქვს. შეხვდრია ეგეთი გაგიებით რა. ინტერნეტში ხო ხარ? აი 36 წლის ასაკში თქვენ წარმოგიდგენიათ განათლების დონე, კულტურის დონე, რომ ქალს 36 წლამდე არაფერი მსგავსი ნიშანი არ აქვს ქვევიდან, არაფერი. და არის აგენეზია საშუალოსნოს. ანუ არ არსებობს. ანუ ამენორეის გამომწვევი მიზეზებიდან გამომდინარე, კურნალობის მეთოდებიც შესაბამისია. თუ ეს ჰორმონული ამენორეა, ასაკვირველია ჰორმონული პრეპარატებით კურნალობთ, თუ ეს მექანიკური ამენ, მაგალითად, არის ხოლმე რომ გოგონას არ აქვს. თვიური, მაგრამ ციკლური პროცესები მიმდინარეობს. ხილული არ აქვს. ამ დროს რა ხდება? არაფერი. საქალწულე აპკი არის მთლიანად დაფარული, ესეც ამენორეა. და ამ დროს ჩარევა არის რა? საქალწულე აპკის გახრეტა, რომ ეს მეზესი წამოვიდეს, ანუ მენსტრუაციული სისხლე წამოვიდეს. აი ამენორეას ხარისხს გააჩნია, ამენორეას ეტიოლოგიას გააჩნია, შესაბამისი მკურნალობა ინიშნება. თქვენ აბსოლუტურად მართებულად ბრძანებთ, რომ უმეტეს შემთხვევაში ხას უსვამ, უმეტეს შემთხვევაში ეს ჰორმონული მკურნალობა გახვალ. და ასევე წარმატებით მინდა გითხრათ, რომ უმეტეს შემთხვევაში ასეთი ამენორეების ჰორმონული მკურნალობის დროს იგი წარმატებით თავდება და შედეგს გამოიღებს ხოლმე. შემდეგი ბრძანეთ რომ გენეტიკის გავლენა მაინტერესებს ქალის შემთხვევაში. დიახ. ძალიან კაი შეკითხვა, მე გეტყვით ერთ რაღაცას. მოდი, პირველი რასაც ჩვენ ვეკითხებით ქალს, რომელიც მოდის გინეკოლოგიურ პაციენტია და საოპერაციო მაგიდაზე აღმოჩნდება, მაგალითად ისეთი გავრცელებული პათოლოგიის გამო, როგორიც არის მიომა, ანუ საშუალოსნოს კურთოვანის კეთილთვისებიანი სივსვინა, ვეკითხებით დედას, ბებიას, მამის მხრიდან, დედას და ასე შემდეგ ხომ არ ხო, ანუ ბებიას ხო არ ქონიათ აღნიშნული, ანუ გენეტიკას არსებითი მნიშვნელობა აქვს. არსებითი მნიშვნელობა. გენეტიკას ასეთივე მნიშვნელობა აქვს სტერილობის შემთხვევაშიც. გენეტიკას ასეთივე მნიშვნელობა აქვს მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევაში, ეტყობი ნაყოფის შემთხვევაშიც. გენეტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიც არის გენეტიკური აბერაციები, მაგალითად, ისეთი როგორიც არის დაუნის სინდრომი. მოგეხსენებათ. ამიტომ ეხლა ძალიან ისე ცუდი რამე უნდა ვთქვა, მაგრამ ეს ალბათ ჩემი ასაკი, მაგრამ ეხლა ძალიან დიდი ასაკის არა ვარ, 51 წლის ვარ, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა რატო? ადრე მე მახსოვს, ვერ ვიყავი თქვენზე გაცილებით პატარა, ცოლს არ მოგაყვანინებდნენ ისე და არ გააყოლებდნენ, რომ არ ცოდნოდან მეათე თაობაში ვინ რა იყო და როგორ იყო. ეხლა ეს კარგი იყო თუ ცუდი, მოდი მაჭაკობის ინსტიტუტს კი არ ვაკეთებ მე, მაგრამ აი ხა მე მაგალითად ძალიან ხშირად შევხვედრია, რომ ოჯახებს შორის გაუგებრობაა. იმიტომ რომ ბავშვი დაიბადა მაგალითად დაუნი. ეხლა ერთი მხარე ამბობს, რომ ჩემ გვარში ეს არ ყოფილა, მეორე მხარე ამბობს, რომ ჩემ გვარში ყოფილა მაშინ. აბა მე ხელი მე შევახედა. აბა რა ვქნა? გესმით რა შესაძლოა? ანუ გენეტიკას არსებითი მნიშვნელობა. ხა გენეტიკას თუ ამოვალ ცნობილი სენტენციიდან, რომ გენოტიპს ფენოტიპი განსაზღვრავს და ეს ასეც არის, იმიტომ რომ სხვადასხვა ფენოტიპურ გარემოში ერთი გენომი რო მოათავსო, თქვა ტყუპები რო გაყო, აბსოლუტურად სხვადასხვანაირი ინდივიდები ჩამოყალიბდებიან. რატომ? იმიტომ რომ გარემო ზეგავლენას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ცნობილი ეს აქსიომა ამდენად გენეტიკაზე ძალიან დიდ მნიშვნელობას და დიდ გავლენას ახდენს, აი ის რითაც ჩვენ დავიწყეთ, მაგალითად რადიაცია. ეხლა ამ ბოლო ხანებში აი ახ შედან კოჩები, თანამშრომლები, ექიმებიც, არაექიმებიც და დამეთანხმებია, რომ ძალიან მოხშირდა ჩვენ კლინიკაში, იმიტომ რომ ჩვენ ობსერვაციული განყოფილება გვაქვს, აი სადაც ძალიან დიდი ბოდიში ამ ტერმინისთვის, მაგრამ სამედიცინო ტერმინია სიმახინჯეები იბადებიან და საკმაოდ მომრავლდა ასეთი უცნობი ეტიოლოგიის სიმახინჯეები, მაგალითად ზურგის ტვინის თიაკსპინა ბიფიდა ღია თიაქარით, მაგალითად ამას წინათ აი მყავდა მე ასეთი შემთხვევა, მქონდა უпростоრად 36 კვირის ანენცეფალია, ანუ თავის ტვინი არ არის მოძღვარი არ აძლევს იმის საშუალებას, რომ შეწყდეს. ეს კიდევ ცალკე თემაა. ხო და აი ასეთი გენეტიკური პათოლოგიები საკმაოდ მომძლავრდა. აი ეს სად არის ახლა დაშვებული გოლის შეცდომა, რომელ გოლშია დაშვებული? აი ამისთვის არის ეს პროგრამა მოწოდებული.
რომ ასეთი რამე არ განმეორდეს, ასეთი რამ არ მოხდეს. იმიტომ რომ თქვენ წარმოგიდგენთ რამხელა ტრავმაა, რომ 40 კვირა, ანუ თქვენ იცით რომ ორსულობა გრძელდება 280 დღე, ხო? ეხლა სამიანო თვეები ჩვენი სხვადასხვა, ისა სხვანაირია. იმის რა ქვია, ხალხი სხვანაირია. ჩვენ თვლით რომ თითო თვე არის 28 დღიანი. შესაბამისად 280 დღე გამოდის 10 სამიანო თვე, ანუ 40 კვირა. და ეს 10 სამიანო თვე, 40 კვირა იყო ყოველ დღე შენი შვილის ზმანებაში, იყო მოპერებაში და ამ დროს აკრანია და ანენცეფალია დაგებადოს, ტერს დაავს. ნუ წარმოგიდგენიათ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა. დანაშაულის ტოლფასიას, ხო? რომ არ ხდება პრევენციული კვლევა პოტენციური დედის. და ვინ უნდა იყოს ამაში დაინტერესებული სახელმწიფოს გარდა, სასწავლებლის გარდა, საერთოდ რა შუაშია ეს თემები. უნდა იყოს თვითონ ინდივიდი დაინტერესებული. ჯანსაღს სხეულში ჯანსაღი სულია. ეს ლათინელებმა უჩვენეთ თქვენს და როდის თქვენს. არ არის ეგ? in mens in corpore sano mens sano თქვენს. ეს ნიშნავს რომ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია და ეს მართლაც ასეა. ამდენად აი გენეტიკა აქ ძალიან არსებით გენეტიკურად ასე ვთქვათ გამშვება აი პრედისპოზიციას როგორ არის გენეტიკური წინასწარ განზრახვა თუ რა ქვია მას ქართულად არსებობს პათოლოგიებში არსებობს მაგალითად მე რო ადამიანი მეუბნება რომ მის დედის მხრიდან ან იმის მხრიდან ტყუპები არის მე ყოველთვის ველოდები რომ რომელიღაც თაობაში ამას არსებითად აქვს უფლება რომ ყავდეს ტყუპები აქვს ამისი უფლება, უფრო მეტი შანსია პროცენტული. დაუნი როცა ყავს გვარში, რატომ არ არის იმის საშიშროება თუ ეს და ეს არის გენეტიკური პათოლოგია. ეს გენეტიკური დაავადება, ესე იგი არის თუ არა საშიში. და ძალიან მარტივი რამ კეთდება, იცით? აი ამისთვის ძალიან მარტივი. კეთდება რა სამმაგი ტესტი ორსულობაში. ეს ელემენტარულად უნდა იცოდე რა, რომ 18 კვირაზე მიდიხარ, აიღებენ ამ სამმაგი ტესტს, გაგიკეთებენ, მანამდე 11 კვირაზე, 12 კვირაზე კისრის საყელო კეთდება, ეგრეთ წოდებულ ეხოსკოპიურ კვლევაზე და გეუბნებიან, რომ აქ არის საგანგაშო სიტუაცია. იმ ეხოსკოპიაზეც რო არ მიხვალ, იმ სამმაგი ტესტსაც რო არ დამნაშავე არა ხარ შენი შვილის წინაშე. ხო ხარ დამნაშავე. და მერე რო დაიბადება, მერე წვითავ მის ბედს და მერე მე მომიგდება. და მეუბნები ეს არ მივყავს და მიდი და გაზარდეო სახელმწიფოს და სამშობლოს ეუბნები არ არის ეს სწორი ხომ არ არის სწორი ძალიან რაზე გაცდეს სასქესო ორგანო ქალის სასქესო ორგანოს ჩვეულებრივი ფლორაშიც კი სოკოს გარკვეული მიცელების გარკვეული რაოდენობა დასაშვებად მიჩნევადია, მაგრამ პათოგნომური ხდება მაშინ, როდესაც სასქესო ნაპრალს ტოვებს და გარეთ გამოდის. ანუ სოკოს ზრდა ხდება ისე, რომ გამონადენი შემაწუხებელი ხდება. სოკოს გამონადენი არის ხაჭოსებრი, არაფერთან ის არ შეედრება, არაფერთან. სხვა შორის მე მინდა გითხრათ, რომ ცოტა ცუდ თემაზე უნდა ვისაუბრო ხა, მაგრამ კიდე კაი სუფრაზე არა ვარ. საქმე მასია, რომ აი გამონადენის მიხედვით წინასწარ თქვენ შეგიძლიათ დიაგნოზი დასვათ. მაგალითად, თუ ხედავთ რომ მომწვანო მოყვითალო გამონადენია, აქ ლაპარაკი არის მხოლოდ ტრიხამონაზე. თუ ხედავთ რომ გამონადენი ჩირქის სახით არის, ჩირქია, ჩვეულებრივი, ფხიერი ჩირქია. აქ არაფერზე არ არის სხვაზე ლაპარაკი გონოკობზე. გონორეაზეა საუბარი. თუ ხედავთ რომ გამონადენი ხაჭოსებრია, აქ არის ლაპარაკი სოკოვან კოლპიტზე. სოკოვანი კოლპიტი ყველაზე ადვილად განკურნებადი პათოლოგია გახლავთ, ცოტა დროში გაწელილი, მაგრამ როგორც ყოველთვის ქართველ ადამიანს ავიწყდება რომ ის არ არის ცხოვრებაში მარტო. პარტნიორი ყავს მას მეუღლის სახით ან ნუ რა ვიცი ხა ვის სახით, სქესობრივი პარტნიორი თუ მანაც არ ემკურნალა ეს ინფექცია რასაკვირველია მათში იტრიალებს მუდმივად. სოკოვანი კოლპიტის მკურნალობა ქალიშვილებში უფრო გართულებულია. იმიტომ რომ მიდგომა გართულებულია, იქ სარკეს ვერ ჩადგავ, საშოს სანაცია არ მოხდება, საშოს ტამპონადა არ მოხდება, ამის გარეშე სოკოს მკურნალობა წარმოუდგენელია. ანუ რადიკალური მკურნალობა.
არის მაგალითად სოკოსთვის ძირითადი დამახასიათებელი გახლავთ გამონადენი და კავილი, შემაწუხებელი კავილი, წვით კავილი. აი ასეთ დროს არის უამრავი მალამო გარეთა სასიცხო ორგანოებზე, დიდ სასიცხო ბაგეებზე, გარეთა ორგანოებზე რო წასასწრება, რომელიც პალიატიურ შედეგს იძლევა, მაგრამ არა რადიკალურს. გასაგებია? ასე რომ ორსულობის პერიოდში, ორსულობამდე უпростურად მე მიმაჩნია, რომ ხალი ერთხელ მაინც უნდა მივიდეს ასეთი ტიპის ქალთა კონსულტაციაში და გაიკეთოს მარტივი გამოკვლევა, სულ 9 საათი დახარჯოს ამისთვის. გაიკეთოს რა? საშოს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, ანუ ნაცხი. всё, მორჩა, აი გარეთ მეტი არაფერი. ესეც ზოგიერთს ეზარება და აი ვისაც ეზარება პროგრამა მედეით უნდა მოვკიდოთ ყურში ხელი და მოვიყვანოთ აქ, იმიტომ რომ უნდა უთხრათ რომ შენ არა გაქვს უფლება, მომავალი დედა ხარ, შენ არა გაქვს უფლება რომ ჯანსაღი თაობა არ მისცე ჩვენს ქვეყანას. არა გაქვს, ეს არ არის ლოზუნგი, ეს ესეა. მშობიარობა მე მიხარია მაშინ ღმერთმა ყველა ამრავლოს ქართველის და არაქართველის. როგორ ეკადრებათ ადამიანი ყველა თანასწორ უფლებიანია ეროვნების, რელიგიური მიმდევრობის, რასის მიუხედავად. მე მაინც ჩემი მიხარია უფრო, იმიტომ რომ აი ქართულად რო დავილაპარაკებ, მიხარია ის უფრო. სომეხი რომ მშობიაროს, ისიც მიხარია, მაგრამ ჯანმრთელი იყოს თავარია. თავარია იყოს ჯანმრთელი, იმიტომ რომ შენ როცა ხედავ რომ შენი შრომა წყალში იყრება ამ დროს. ხა ალბათ დამისვალ შეკითხვა სანამ დასვათ მშობიარობა გრძელდება 12 და 16 საათამდე. 12-16 საათი შენ სულ ნერვიულობაში ხარ. ეხლა წარმოგიდგენიათ მეანის ცხოვრება როგორია. დღეში შეიძლება 3-4 მშობიარი ყავდეს. 12-16 საათი ხარ აი ცეცხლში ჩაგდებული. ორ სიცოცხლეს ერთად ემსახურები და აი ამას მე დაიბადება ბავშვი და გამოდის დაუნა. როგორია? ან თანდაყოლილი სეფსისით, იმიტომ რომ ვიღაცას დაეზარა ქალთა კონსულტაციაში მისვლა და მარტივი გამოკვლევის გაკეთება. აი ეს არის. შეკითხვა? ზან. menstruალური ტკივილები აბსოლუტურად ნორმალურია და რატომ არის menstruალური ტკივილები ნორმალური? არანორმალური ტკივილიც არსებობს და ამას ქვია ალგომენორია. ალგომენორია ეს არის ისეთი ტკივილები, რომელიც თქვა სპეციალური ჩარევის გარეშე არ იხსნება. მაგრამ ჩვეულებრივად თვიურის წინა პერიოდში, განსაკუთრებით პირველ დღეს ეს აი მოსვლამდე ტკივნეული იმიტომ არის, რომ საშუალო არის ანტევერზიო, ანტეფლექსიო მდგომარეობაში, ანუ წინ გადმოხრილ გადმოღუნულ მდგომარეობაში. სანამ აი ეს კუთხე არ დაიცლება, საშუალოს კუნთოვანს ადგება დიდი ძალა იმისთვის, რომ გამოდევნოს ჩამოფწქმნილი ენდომეტრიული menstruacja რა არის? ეს არის ტირილი საშუალოსნოსი მისი ფუნქციის შეუსრულებლობაზე. ორსულქალს menstruacja არ აქვს. ამიტომ მე მოგიწოდეთ ხშირად იყავით ორსულად. საქმე იმაშია, რომ აი ეს კუთხე რომელიც იქნება, აი ეს კუთხე, სანამ არ ჩამოიცნება ეს ტკივილი სულ აქვს ხოლმე და ეს ძალიან საგანგაშოდ აღიქმება ყველასთან. ეხლა რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს და რამდენ ყველაზე კაი მკურნალობა. რაც აი ყოველთვის მიყვარს ამაზე, მომიყვანენ ხოლმე გოგონას, შემოიყვანენ ნატრისხე გინახავთ? კინო? იქ გახსოვს გაულაწუნე მამაო რო დახავ. აი ესე უნდა გათხოვდეს ყველაზე კარგი მკურნალობა, მათ შორის ალგომენორიასი გახლავთ რეგულარული სქესობრივი ცხოვრების დაწყება. ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით და ეს მეც რომ არ გითხრათ, თქვენც ამოიკითხავთ ლიტერატურაში. გასაგებია? აბა, რა შეგიძლიათ? კი ბატონო, ეხლა გააჩნია რომელ ასაკზე გულისხმობთ თქვენ, მოდით ასე გავაკეთოთ, იმიტომ რომ მე თავში ავღრიშე 13-14 წელი. მე მიმაჩნია, რომ ჰორმონულად მომწიფებული ორგანიზმი არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციურად ის არის მწიფე. მეცაც გეტყვით, კონსტიტუციური ჩამოყალიბება, ეხლა თქვენ ფიზიოლოგია გაიარეთ, ანატომია სწავლობთ, მე რამდენადაც ვიცი სკოლაში, გავლილი გაქვთ და ეხლაც გადიხარ. კონსტიტუციური ჩამოყალიბება ქალის მაინც მთავრდება პირველი მშობიარობის შემდეგ. რაც არ უნდა, ბევრი ვილაპარაკოთ. თვითონ გაძვალების პროცესი, ეს ადრე იყო მიჩნეული 25 წლამდე ის და არა, ნურას უკაცრავად. აქსელერატია არის ეხლა 18-დან 19 წლამდე. აი ეს არის მაქსიმალური რომელ ვადამდენაც კიდევ ხდება ძვლოვანი მასის ზრდა. ეხლა გარეგულად შეიძლება გოგონას გამოვლენილი ქონდეს აბსოლუტურად ყველა სასქესო ნიშნები. აბსოლუტურად. მათთვის მეორადი სასქესო ნიშნების, მაგრამ
ვაგინალური გასინჯვით საქმე გაქვთ პატარა თოთო ბავშვთან. ეს არის იუვენილური მენჯი, აი იუვენილური ასეთი მშობიარობები ძალიან დიდია. დაბეჯითებით ამის თქმა არ შეიძლება რომ ასეთ ასაკში არ მშობიარობენ, არის ასეთი შემთხვევები მშობიარობენ, მაგრამ პროცენტი საკეისრო კვეთებისა ასეთ ასაკში გაცილებით მეტია ვიდრე ფიზიოლოგიური გზებით მშობიარობა. რისკი საკმაოდ დიდია როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის. ჯერ წავიდეთ იმაზე ვისაუბროთ რომ ასეთ ასაკში არც იცი არ არის მშობიარობა. საერთოდ ორსულობა არც არ არის. და მე მაგალითად მინახავს უტრირება არ გეგონოთ სულ ამ სიტყვის მნიშვნელობით სათამაშო თოჯინით დაყავდათ მაშინ მე მეხუთე სამშობიაროში მუშაობდი თოჯინით დაყავდათ ბავშვი 13 წლის რომელსაც მე ვამზადებდი საკეისრო კვეთისთვის და ჭინთვებში შემომიყვანეს ანუ სრული გახსნით და იმშობიარო მშვენივრად მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია რომელი არის ოქროს შუალედი მოდი ასე ვილაპარაკოთ იმიტომ რომ ეს თემაც მნიშვნელოვანია ხო ვინაიდან რადგანაც 18-19 წლამდე ხდება ადამიანის განვითარება, მოდი განვითარდეს. საერთოდ ინტელექტუალურადაც, საერთოდ ჰორმონულადაც, ისედაც, ასედაც ყველაზე კარგი და ოქროს შუალედი გახავთ 21-22 წლიდან 25-26 წლამდე. აი ეს არის ოქროს შუალედი, როცა მე მაგალითად მიმაჩნია რომ ქალი უნდა დაფეხმძიმდეს და უნდა იმშობიაროს. როგორც სიყვარულს არ აქვს დრო და ვადები და ასაკი ისე მშობიარობას არ აქვს, იმიტომ რომ მაგალითად ქავტოი მარიხი აგერძის დავეთახება ბატონი გელა, ცირიკო, ქაბატონი მეგი უამრავს უმშობიარი აქვს 44 წლისას, 45 წლისას უმშობიარია, მაგრამ მე ვამბობ ოქროს შუალედს. აი პირველი მშობიარობა როდის უნდა დადგეს. არის მაგალითად მე მეკითხებიან ესეთ რაღაცას, აი შუალედი რამდენი უნდა იყოს მშობიარობებს შორის? ნუ ყველაზე კარგი რეგენერაციის კუთხით არის 2 წელი 2-დან 3 წლამდე, როგორც ფიზიოლოგიური მშობიარობის, ისე საკეისრო კვეთის შემდეგ. როცა ორგანიზმი სულად, აი მაგალითად მე მიუღებლად მიმაჩნია ყველაფერი უფლისნებაა, გასაგებია უფლის მიერ ჩასახული ბუნებრივი უნდა მოევლინოს, მაგრამ ეხლა ქალმა რომელმაც იმშობიარა 2013 წლის დეკემბერში, 2014 წლის ნოემბერში რომ მშობიარობს, ორგანიზმი ვერ აღიდგენს ვერაფერს. ძუძუთი კვებას თქვენ ეხუმრებით? ძუძუთი კვება ერთ დაახლოებით დიდი ქარხნის სტოლფასია. აი, უარი რომ ძის შემცვლელ საკვებს უშვებენ, მაგალითად უმანას გერმანიაში უშვებენ, ვებერთელა ქარხნებია. აი ერთ ქარხანას უდრის ერთი ძუძუ. აი თავის მოცულობით და თქვენ წარმოგიდგენთ ქალის ორგანიზმში რა ხდება? მე მინდა ეგ იცოდეთ, რომ ეს არის უნიკალური სახლი, აი უნიკალური ორგანიზმი, უნიკალური ქარხანა. აქ ქალი 1 საათში შემოდის ჩვეულებრივი ორსული ქალი, ხდება უცებ მშობიარე და 1 საათში უცებ ხდება დედა. ასეთი რამ არსად არ ხდება. მაგრამ რაღაც უმოკლეს ვადაში 3 გრადაციას გადის, არა? აი ის კარები გაიგო, შემოვიდა ორსული, შევიდა მისაღებში, იქიდან გამოვიდა მშობიარე, ავიდა ბლოკში და იქ უკვე გახდა დედა. საოცრება ეს. და აი ეს დედა რო გახდა, მის ფსიქიკაში ყველაფერი ისე გადაეწყო, რომ მეორე დღეს ძუძუ უდევს პირში და აჭმევს. თქვენცა რომელი ქარხანა იზავს ახლა ამას? რომ ნედლეული მიიღოს 1 საათში, მერე გადაამუშავოს, მერე ის ნედლეული დააბინაოს, მერე გაუშვას წარმოებაში, მერე ჩამოაფასოს, ამას უნდა თვეები. ეგრე არ არის. და ამაზე ხელფასებს აძლევენ კიდე მომსახურე პერსონალს და რასაც ქალი ეს არის ბუნების უდიდესი ქმნილება და ამიტომ მე ძალიან გთხოვთ პირველ რიგში ეცით თქვენ ქალობას პატივი, იმიტომ რომ თქვენი ყველაზე დიდი დანიშნულება ამ პროექტში მონაწილე ბავშვების ყველაზე დიდი დანიშნულება მაინც არის ის, რომ მრავალშვილიანი დედები უნდა იყოს სულ. შეკითხვა? დიახ. დიახ. მოდი ესე გავაკეთოთ, იცით? დიახ, ჩვენ ალბათ შემოვიფარგლებით რაღაც გარკვეული რაოდენობებით, ჯერ ჩამოყალიბებული ვართ 2000-ზე მეტ სტუდენტზე, მაგრამ ზუსტი ციფრი არ ვიცით, ბატონო? ხო, ზუსტი ციფრი ჩვენ ჯერ არ ვიცით, იმიტომ რომ აი ამიტომ ავიღეთ ჩვენ 19 იანვარი, ვართ ჩამოყალიბების პროცესში, მაგრამ თუ შევხედეთ რომ ეს პროექტი ჩვენთვის კლინიკისთვის კი არა, ჩვენი ქვეყნისთვის მისაღებია
ჩვენი სტუდენტებისთვის მისაღებია, მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ გვაქვს იმის მატერიალურ-ტექნიკური ეკონომიკური შესაძლებლობები, რომ ეს პროექტი კიდე გავაგრძელოთ და უფრო ფართო მასშტაბიანი გავხადოთ და გარწმუნებთ, რომ მარტო თბილისის მასშტაბით არა, იმიტომ რომ როგორც თბილისში აქვს ადამიანის მშობიარობის უფლება, ისე აქვს გორში, ცხინვალში და საგარეჯოში, ხო ისე არა, მეტახები. სასწავლებლები სადაც არის, გვინდა რომ ეს მოვიცვა. თქვენ ძალიან უნდა დაგვეხმაროთ ჩვენ ამ საქმეში. იცით რა არის? მე ამდენს ვერ ვილაპარაკებ ყველგან. იმიტომ რომ ელემენტარულად დრო არ მაქვს ამის. ეხლა შენ რომ მოხვიდე ჩემთან სამშობლოდ, მე გითხრა რომ მივდივარ ილიაუნში ლექცია უნდა წახვარ, მე თუ გიჟი ხარ მოვედი სამშობლოს ადმინ. ანუ თქვენ უნდა მოემზადოთ უკვე ამისთვის. აი ჩვენი საიტის საშუალებით, ჩვენთან ურთიერთობების საშუალებით, რომ თქვენ გახდეთ, ასე ვთქვათ, ჩვენი აი ამ იდეების მატარებლები რა კუთხით, რომ მოზიდოთ ეს ხალხი, მოზიდოთ, მოიყვანოთ, რომ დავარწმუნოთ, რომ ეს აუცილებელია ეს წინა, ასე ვთქვათ, საორსულო კვლევები, აუცილებელია. მაინც და მაინც არ არის აუცილებელი, რომ ბეჭედი გქონდეს ხელზე და ქორწილი ქონდეს გადახდილი. ხო იცი, რომ ადრე თუ გვია უნდა გათხოვდეთ. ხო იცი, რომ გამონადენი გაქვს. ხო იცი, რომ ვერ გზნობ თავს კარგად. ხო იცი, რომ თვიურის დროს ტკივილები გაქვს. ხო იცი, რომ აი აქეთ რო გადაბრუნდები, ან გადმობრუნდები, რაღაც ბურთივით გეთამაშე. მოდი შედალოცილო და გაიკეთე ეს ყველაფერი. რაღა მაინც და მაინც რო დაფეხმძიმდები, მერე იწყებ კიშტის ოპერაცია, მერე უნდა გაიკეთო, მარცხენა მილის ოპერაცია, მერე უნდა გაიკეთო, ყელი მერე არის ასე მოპრანჭული. მანამდე მოდი შეკაი ადამიანი და გაიკეთე ყველაფერი. არა, ვარ მართლა. කොහොმද? Железная логика. Კიდევ? აინტერესებს კომუნალურმა წამლებმა შეიძლება თქვა გამოიწვიოს კი. კომუნალურმა წამლებმა შეიძლება მას აქვს თავისი ასე ვთქვათ უკუჩვენებები კომუნალურ წამლებსაც გააჩნია, მაგრამ ძირითადში არანქიმულ ორგანოებზე იწვევს დიდხანს მიღება საკმაოდ დიდ დარტყმას, ასე ვთქვათ. და რატომ? გახსოვთ თქვენ რომ ყველაზე პირველი ფუნქცია ღვიძლის რა არის? ბარიერული ფუნქცია. ეს არის ბიოფილტრი. ყველაფერი გადის ღვიძლში. და იცით რა არის? აი ჰეპატოტოქსიური ჰორმონები არსებობენ. თუმცა ექიმი მაქსიმალურად ცდილობს რომ ასეთი ჰეპატოტოქსიური ჰორმონებისგან აგაცილოთ. და ეს უკვე ექიმის კომპეტენციაზეა დამოკიდებული. Sandra. Sandra. ეხლა შენ რა ქვია მამიკო? ანანი შვილი. საქმე იმაშია რომ მოდი ესე გავაკეთოთ რა, მშობიარობა უნდა მე ანანოსი შემეშინდეს, მე უნდა ვიცოდე ანანოსი რატომ ეშინდა. ანუ თუ მიწეს რომ ანანოსი ჩემნაირი აფრიკაში ყავს ნაცელი, 20 უტყავს თავში. მე ანანოსი უნდა შემეშინდეს. მაგრამ ანანოსი რა ვიცი? თურმე არ მოშტაო ირაკლი მომაწყო. ასეთი დედავიცი ფუნქცია. ანუ მე რამე მითხრა, რომ გეშინოდეს უნდა იცოდე. აი გადმოცემი ნუგოში. ეხლა მე აუდიტორიას და მოდიშვიდი, ჩემი კოლეგები ხარ და ამიტომ ვიქდი გულში. მე მინდა გიქოთ რაღაცა. აი გოგონებს. თქვენ რა ქვიეთ? ჩემ ავტორს. ანუ ბატონი რაკისაც უმის დღედავამე ჩვენ კომპიუტერულ ოთახს განაგებდა სამშობიაროში და სულ ყველას. მშობიარობა რას გაკეთე? აი მშობიარობა რას გაკეთე? რა არის მშობიარობა? ხა მაგალითად მე შევხედე, თქვენ მე შევხედეთ და მე გავუგებ მაგალითად რაღაცა დას. შეიძლება პრობლემაში ყველა რაღაცას აქვს. ყველა პროცესი რაღაცას აქვს. აი ამი ახლა აზრითებული ტალტები, ხო გამძვირვალება და მისნა და გაბრაზება და სწორს რა. აი ხათრონი ჯარდა. აი მშობიარობა რა შეიძლება შეიძლება. მე ვიცი, მე ვიცი. Megi çelim müşterileri ne yapayım? Tunca vatandaş zannediyor ki vatandaşları yok. Sen o gamı getirme mutluyor. Sen şu bölümleri megi merak sen şu bölümleri de Burada da var. Ha, approçisi ras kaos. Ras kaos.
რა პროცესი აი ამაში რა მონაწილეობს აბა აი ეს არ იცი მიტომში და შენ კაბინეტში ყველაზე საუბარია აი რომელი ყოს ამაყოს ხაზი ამასია და სინზიმის ცენტრი უკანადას და მე აი ხარ ბუზლავს ოსტოკაზროს ამაზე დედამიწის არ დაიხატება არ შეიძლება ძალიან ლამაზები ხარ მაგრამ მუცლებით რომ მოხდა შეხედეთ თქვენ ნუ გონიათ რომ ყველაზე ლამაზი ღმერთთან ყველაზე ახლოს მაშინ ყველაზე ახლოს როცა სიცოცხლეს ჩუქნი შეგებს შენნაირს და მეორეს უნდა ეხლა მე შეგები რომელიც ფუნდამენტის საუკუნეში სულ რაღაც 20 წუთის უკავია უმარტივესად იხსნება გაუკვირვებელი თუ გაუკვირვების შიშის მაშინ უნდა მოვეგზავნოთ იმისთვის ფსიქოლოგიურად და ამისთვის დედათა სკოლა არსებობს უნდა ვიაროთ ამ დედათა სკოლაში და ვამზადოთ ჩვენი თავი იმისთვის რომ დედა უნდა გავუკვირვოთ სხვა ალტერნატივა არც არსებობს და ღმერთმა იქამდე უმაცროს რომ რაღაცა სხვა ცვლილიდან მშვიდობა მოიგონო ნახტომიდან მშვიდობა არის ასეთი კიდევ ერთხელ გიმეორე კატეგორიულად თუ მე გაგყვე როცა იმშვიდობ გაიხსენებ რაღაც ეს არის უსასიამოვნო პროცესი რომელიც მართლა ზუსტი ასლია იმისა რაც ყოველდღიური ფიზიოლოგიური მომენტი არის ადამიანის ცხოვრებაში ეს შემიძლია როგორც სამედიცინო საზოგადოებას ისე შეკითხვა იცით რა შესაძლოა გენეტიკა მას მისი ვერი უკრება სუროგატი დედა არის ასე ვთქვათ ოთახი ის ცენტრთან ხელშეკრულება გვაქვს ჩვენ დადებული და დიდი პროცენტი ამისი არ არის თქვა თვეში 1-2 მაგრამ ამას ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს არანაირი გენეტიკური მსგავსება სუროგატ დედასა და ნაყოფ შორის არ არის თუ თქვენ გულისხმობთ ზოგიერთს ერევა ხოლმე ინვიტრო განაყოფიერება სუროგატ დედასთან ის სხვა კიდევ გაქვთ რა ძალიან თვალის პრობლემას გააჩნია ანუ ჩვენ ძირითადად გამოვდივართ ოფთალმოლოგის დასკვნიდან მაგალითად ოფთალმოლოგი თვალის წეს დაათვალიერებს და გვეტყვის რომ აი ამ დროს შეიძლება მიოპია ქონდეს კავს და მშობიარობის დროს გაღრმავდეს უნდა გამოთიშოთ ჭინთვები ჭინთვების გამოთიშვა ხდება ორი გზით ერთი ან მაშით ან საკეისრო კვეთით ჩვენ ვთავაზობთ მშობიარეს მაშა გნებავ თუ საკეისრო კვეთა მისი ასარჩევია მეორე ვარიანტია, როდესაც კატეგორიულია უკვე ოფთალმოლოგი და გეუბნება, აქ არის თქვა ბადურაზე ოპერაციები, რაღაც ოპერაცია გაკეთებული და არის იმის ალბათობა, რომ სიბრმავე განვითარდეს, ამიტომ ბუნებრივია ამ შემთხვევაში საკეისრო კვეთა მოწოდებული. ანუ თლიანობაში ჩვენ დამოკიდებული ვართ ოფთალმოლოგის დასვლა. ისე როგორც მაგალითად გულსიზრდათა პათოლოგიის შემთხვევაში კარდიოლოგზე ვართ ჩვენ დამოკიდებული, თავის ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიის შემთხვევაში ნევროპათოლოგზე, ტრავმატოლოგიური პათოლოგიის შემთხვევაში ტრავმატოლოგზე და ასე შემდეგ. საგებია. კიდევ კი, შეიძლება და რა მოხდა, იცი, მიოპიის გაღრმავება მოხდა ამ შემთხვევაში. თქვენ ხოდათ დაბალი ხარისხის მიოპია, რომელიც თქვა არ გაწუხებდა და გაღრმავდა ეს. აი სწორედ ამას ვამბობ რა. როგორ გაღრმავდება პროგნოზულად ეს მიოპია, ეს არის უშუალოდ ოფთალმოლოგის პრეროგატივა. მე ოფთალმოლოგმა უნდა მითხრას ამის შესახებ. აი შესაბამისად, ეხლა თქვენ რომ მოხვალთ ჩემთან თქვა ანუ მივხვდი რომ მშობიარ კიდე როცა დაფეხმძიმდები და ღმერთმა სულმალე რომ მოხვალ მე უკვე ეს უნდა გავითვალისწინო. ანუ მშობიარობის მერე რო დაგაკვდა მე რა გარანტია მაქვს რომ ეხლა არ დაგაკვდეს. ამიტომ ეს რისკია. ძალიან დიდი რისკია. იცით რა არის? აქაც მე ვთქვი რომ ოქროს შუალედი გახლავთ 22 შესაბამისად რა 21-20 შვილოსნობის. სქესობრივი ცხოვრებისთვის ხალი უკვე 18-19 წლისთვის რეგულარული სქესობრივი ცხოვრებისთვის მზად არის. და მე მიმაჩნია სქესობრივი ცხოვრება არ გახლავთ მარტო ცხოველური აქტი.
ეს არ არის ცხოველური აქტი, სქესობრივი ცხოვრება გაცილებით უფრო ჰარმონიულია, გაცილებით უფრო სიცოცხლის მომასწავებელი და შემცველია, ვიდრე ეს ჩვენ გონია და მაგალითად ქუჩაში ეგერა სადღაც მოხდა ეს აქტი, ცხოველისგან რაღაცა გავსხავდებოდეთ, ხო? აი პირველ რიგში მე მიმაჩნია, რომ სქესობრივი ცხოვრება უნდა დაიწყოს იმ ასაკში, როცა მომზადებულია ფსიქოგენურად, ერუდიცია მისი არის აბსოლუტურად იმ დონეზე, რომ სქესობრივი ცხოვრება შეძლება. სქესობრივი აქტი მხოლოდ ცნობის მოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ეს უვიცობაა. ამდენად მე მიმაჩნია, რომ 18-19 წლის არსება ინდივიდი უკვე მზად არის სქესობრივი ცხოვრებისთვის. თუმცა არც ის ვარ გახარ, რომ სქესობრივ ცხოვრებას არ ვარ გაკი არა საშინელება იწყებენ 30-32 წლის. მე გეტყვით ერთ რაღაცას. აი თავში აღვნიშნე მიომაზე ვისაუბრე, ესე გაკვირთ. მიომის ძალიან დიდი პროცენტი დიდება უფალს და შემინდოს აქვთ დედაურებს. მონაზვნებს. მე ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მათთან და სრული პასუხისმგებლობა გეუბნებით. რატომ? იმიტომ რომ აქ ხდება შეკავება სქესობრივი ცხოვრების. ის ჰორმონალური ძვრები, რომელიც თან ახლავს როგორც მამაკაცში, ასევე ქალში სქესობრივი ცხოვრებას, მომზადებას სქესობრივი ცხოვრების ასაკურველი უყალოდ არ ჩაენის. და შესაბამისად მიომა ამიტომაც არის მიჩნეული ჰორმონულ სიმსივნეზე. რეგულარული სქესობრივი ცხოვრებით მცხოვრები ქალის ფსიქიკა სულ სხვანაირია. ნაკლებად აგზდებადია, ნაკლებად ექსცენტრულია, ნაკლებად ნევროზულია, ვიდრე არარეგულარული ან საერთოდ სქესობრივ ცხოვრებას იგნორირება ქალებში. ეს ცალსახაა და ამაზე მსჯელობაც არ ღირს იმდენად მნიშვნელოვანია. ამიტომ მაგალითად მე ჩემი ერთ-ერთი პედაგოგი ამბობდა ლექციაზე და არასდროს ქალისთვის, ქალის ორგანიზმისთვის სპერმატოზოიდი ისეთივე აუცილებელი გახავთ, როგორც ჯანმრთელი. აი ეს ძალიან კარგად დავამახსოვრდა მე და მე ექიმი რო გავხდი, ამისი მნიშვნელობა მე აბსოლუტურად გავიგე თავიდან ბოლომდე. ასე რომ რეგულარულ აი გეუბნებით, სქესობრივი ცხოვრებიდან უამრავი 40 წლის ასაკში. აი ახლა გვაქვს ჩვენ ასეთი შემთხვევა, ძალიან საინტერესო, არის გოგონა 51 წლის, მთელი უბიწო ცხოვრებით იცხოვრა და მე პირველი მაგი უთხარი, რომ მე მესმის აბსოლუტურად მორალიცაც, მაგრამ ამორალურს ვერაფერს ვერ ხედავ იმაში, რომ შენაირს მისცე უფლება იცოცხლოს. შეიძლება ქმარი არ ყავდეს. მაგრამ ეს არ არის ამორალობა და ამორალობა ახლა ხდება, იმიტომ რომ იხელა მიომა, რომ ის საშუალოს იკარგება. მე ოპერაცია არ გავუკეთე, იმიტომ რომ იქნებ რაღაც შანსი დაგიტოვო, მე უთხარი და მოხდეს ისეთი, მაგრამ ესე მოხდეს ხო არ შეიძლება რა 42 წელი ხო არ დადგება ქუჩაში და არიქა მოდით ბატონო სქესობრივად ვიცხოვროთ და რა ქნას. ტრაგედია არის? არის. ბატონო? ხო აი მენტალობი და ეს ცალკე თემაა, მაგრამ მე როგორც ექიმი ვამბობ, რისთვისაც არის შექმნილი ადამიანი უფლისგან, რაც არის დაწესებული, იმაზე უარის თქმის უფლება ადამიანს არ აქვს. არ შეიძლება. გამორიცხულია. უფლის ნების გარეშე. უფლის ნებით ამბობენ უარს მონაზვნები. ერები. ეს უფლის ნებით ხდება. მაგრამ ერისკაცს არ აქვს უფლება მორალის ფარგლებში თქვა უარი რაღაცებზე, რისთვისაც ადამიანი ჩვეულებრივი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ჩვეულებრივი მომენტი, ფიზიოლოგიური მომენტი გახდება. ქალის ცხოვრებაში განსაზღვრელი ასე განსაჯეთ. 21 საუკუნის დასაწყისი, მე-20 საუკუნის ბოლო 90-იანი წლები გახსოვთ თქვენ და წაგიკითხავთ ან იცით, როგორ სოციალურ ვითარებაში გავითარდა და რა ხდებოდა. მამაკაცის ფუნქცია დაიკარგა, მამაკაცი გახდა ეზოში დომინოს მათამაშებელი, ლოთი და ასე შემდეგ, შესაბამისად ნარკომანი და ასე შემდეგ და სქესობრივი ცხოვრების უუნარი. რამაც განაპირობა ერთის მხრივ აღვირახსნილობა და მეორეს მხრივ ქალი გახდა დომინანტი
საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაკარგა ძალიან ბევრმა ქალური ფორმაც კი. შეიძლება ქალმა ელიავას ბაზრობაზე აიკიდოს 150 კილო ხაჭაპურის და ატაროს მთელი დღე ვედროებით. რა, აბა შეხედეთ მას თუ არ აქვს დაკარგული ქალური ფორმა. ანუ განსაზღვრელი ჰორმონიკა გახდა ქალის. ჰორმონიკა ნორმალური სქესობრივი კავშირის გარეშე არ გამყარდა. შემდეგი შეგიძლიათ ძალიან აბორტების რა? ხო. ძალიან დიდი იყო და ისევაც ეგრდება ეს ეხლა მე ვერ გეტყვით აბორტების სტატისტიკა ამ წუთში როგორ გრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ კლინიკაში ხმალა მოღებულები ვართ ამ აბორტებს. იმიტომ რომ აბორტი რა არის სიტყვა იცით? მოგტინებას ნიშნავს, კვლევობას ნიშნავს, სიკვდილს ნიშნავს. აბორტს ექიმი არასდროს არ აკეთებდა. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, მაშინ როცა უკვე ექიმები იყვნენ. აი, მე მინდა იცოდეთ, რომ გინეკოლოგია, როგორც მედიცინის დარგი, მე-18 საუკუნის ბოლოდან საფრანგეთში, გერმანიაში იღებს დასაბამს. და აქ აკეთებდნენ გინეკოლოგები ოპერაციებს, მაგრამ აბორტს არა. ქურუმები აკეთებდნენ აბორტს. აბორტს აკეთებდნენ კითხავები, მათი საქმე. მე მინდა გითხრათ, რომ სტატისტიკა რამოდენიმე ხნის უკანდელი ვიცოდი, მაგრამ რამდენადაც მე ვამბობ, რომ აბორტი ეს არის საშინელი ცოდვა დედისთვისაც, ექიმისთვისაც, საზოგადოებისთვისაც, სტატისტიკით მე არა ვარ დაინტერესებული, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ ბოლო ხანებში კანონმდებლობით და ეს ახალი კანონმდებლობა ჩვენ უკვე მივიღეთ, საკმაოდ გამკაცრებულია აბორტის ჩვენება და ასეც უნდა იყოს. მე მეცაც გეტყვით, რამდენადაც გინდა ეხლა პარადოქსულად ამბობდეს, ყველაზე დიდი თანხობრივად უნდა ღირდეს აბორტი. ყველაზე ძვირი უნდა ღირდეს აბორტი. მაგრამ ამას მეორე მინუსი აქვს. წავა აბორტი იატაკქვეშეთში. გასაგებია? ამიტომ აქ მენტალობის პრობლემა დგას. რამდენად გინდა შენი შვილის მოკლა, რამდენად გინდა მკვლელის სახელი გქონდეს და ასე შემდეგ. აი თუ დამამთავრებელთ კაია, იმიტომ რომ მე ზუსტად მანდვა მე ვამბობ ფიზიოლოგიურ ორსულობაზე და არა იმაზე, აქ მე შეურაცხადი ვარ და შეუვალი. ახლა ვიციან აქ ჩემი მეგობრობა სასულიერო პირებთან და თვითონ საპატრიარქოსთან და ზოგადად მამაოებთან, მეუფეებთან, მე ყოველთვის მწარე სიტყვის მთქმელი ვარ. მე ვეუბნები, რომ მე თქვენს ფუნქციებში ვერ შემოვიჭრები. და იმიტომ რომ კომპეტენცია არ მაქვს, შეიძლება რაღაც ბევრი ხოდეს წაკითხული, ისე როგორც თქვენ, მაგრამ ეს მისი ფუნქციაა. მეუფის ფუნქციაა, მამაოს ფუნქციაა. მიხვიდე ერთ-ერთზე აღსარება უთხრა, ზიარებას ინსტიტუტს გაზიაროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს აღსარების საიდუმლოება არ გათქვას დაშენ, მაგრამ მე როგორც ექიმს მაქვს ჩემი კომპეტენცია და მე ვამბობ 36 კვირის ანენცეფალის ყოლა ეს არის დანაშაული. რას ნიშნავს? ანუ ეს უნდა გაკეთებულიყო ეს აბორტი 12 კვირამდე. და ეს სულაც არ არის ცოდვა. მე ვამბობ, აბორტი უნდა გაკეთდეს, ანუ ორსულობა უნდა შეწყდეს იქ, სადაც ცოცხალი ნაყოფის მიღება ყოვლად წარმოუდგენელია. სიმახინჯის შემთხვევაში, რომელიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია და ისეთი პათოლოგიების შემთხვევაში, რომელიც დედის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. აი ეს არის. მეტი ჩვენება აბორტს არა. ეხლა შენ ეხოსკოპიაზე გოგო გითხრეს და მიდიხარ შეოხრა დასარჩენო და კლავი ბავს, ამის უფლება ვინ მოგცა? ამიტომ სწორია რომ აიგზალა ჩემთან მაგალითად კანონმდებლობითაც აგზავთ სქესი აღარ უნდა უთხრა, მაგრამ ზოგიერთი გარეწარი, იმიტომ რომ სქესის დადგენა ცოტა ძვირიღის და ფული გადაგახტევიოს, გეუბნება რომ გოგოა. აი რამდენი შეცდომა მინახავს მე ეხოსკოპიას. რომ უთქვამთ ბიჭი და დაბადებულა გოგო, უთქვამთ გოგო და დაბადებულა ბიჭი, რა ვქნა მოკლა? გენდერული ნიშნით აბორტის კეთება ეს რომელი საუკუნეა მე აზრი არა. ამდენად აღმაშფოთებელია ეს ჩემთვის. აი ეს არის. აბორტი ისე ვიმეორებ. სწორად მინდა გამიგოთ. ნურავი ნუ ჩაერევა. სამედიცინო ასპექტი გახლავთ ისეთი ასპექტი, როგორიც არის თქვათ ორთოდოქსული და ქრესტომატიული. მეანობა გინეკოლოგია ეს გახლავთ ქრესტომატიული დარგი მედიცინის, რომელიც არ იცვლება
მე-18 საუკუნეში, მე-19 საუკუნეში. თქვენ როგორ გონიათ ახლა თამარ მეფე საიდან არის დაბადებული? ცხვირიდან? ყურიდან? ან საკეისროთი, ან საშუზგზე. არ არის ეგრე. იაკობ ცურტაველი საიდან არის დაბადებული? შოთა რუსთაველი საიდან არის დაბადებული? მე ვიდექი მაგის მშობიარობაზე თუ დათო გაგუა თუ დათო დავარაშვილი თუ ვინ ვიდექით? ამდენად არაფერი არ იცვლება. აი მე ძალიან მიყვარს ბუკინისტური ლიტერატურა. აი ბუმის წიგნი არის 1900 წელს გამოშვებული. თუ მიგიწვდებათ ხელი და ბუკინისტების შეხვდებით, ვისაც ექიმობა გინდა, იყიდეთ ეს წიგნი. და თქვენ ნახავთ, რომ სხვაობა 21 საუკუნე 2014 წელსა და 1900 წელს ბუმის ლიტერატურაში არაფერი არ არის აბსოლუტურად. ბავშვი რო დაიბადებაო, ამერიკელებმა გითხრეს, ძუძუ ჩაუდეთ ეგრევე, ტაში. ყოველთვის უდევდა ქართული დედა სათქონდა იმის დრო რომ ხუმანა მოეხარს ახლა მე-18 საუკუნეში. და ისიც იცოდა რომ რო ჩაუდევდა ძუძუს კერტის გაღიზიანება საშუალოს იწვევს ჰიპოფიზიდან ოქსიტოცინის სინთეზს, ანუ გიპოტოცინის გადასვლას სისხლში და მერე ოქსიტოცინად სინთეზს საშუალოს ეწევდა კურშას და მონღოლი მოვარდებოდა. რა არის ამაში ახალი? სულ ესე ვიყავით ჩვენ. რამეს ახალს ვაკეთებთ? უბრალოდ ახლებური ფორმა მიიღო იმ სამშობიარო სახლებმა. უბრალოდ აღარ არის იმაში ბოსელში მშობიარობა. აბორტზე რა შეიცვალა? მიდგომა. არ შეიძლება ქალს ჰქონდეს 58 აბორტი გაკეთებული კაცი. და ითხოვდა ჯანმრთელობას. არ იქნება ჯანმრთელი, იმიტომ რომ აი თქვენ წარმოიდგინეთ რა ხდება და ეს ძალიან კაი შეკითხვაა, დიდი მადლობა, იმიტომ რომ ეს უნდა იცოდეთ და ხვალდილამდე ვილაპარაკეთ. ეს უნდა იცოდეთ თქვენ და ჩვენსაც უნდა უთხრათ. ქალი დაფეხმძიმდა. რა მოხდა? ერთი ასე ვთქვათ სოციალური ფორმაციიდან, ასე რომ ვთქვათ, ანუ ქალიშვილობიდან დაამთავრა მან ეს ან არაქალიშვილობის ფაზა, არაურსულობის ფაზა და ორგანიზმში შემოვიდა ახალი რამ. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ აი ჩვენ ეხლა ვართ, აი ეს არის ორგანიზმი. აი ეს ყავის ჩამოსასხმელი აპარატი, ეხლა ყველა უყურებთ აი ამ ორგანიზმს. ამ ეს ორგანიზმში შევიდა ახალი სიცოცხლე. ორგანიზმი ფიქრობს რა შემოვიდა, რა ხდება? რაღაცა ხდება. რაღაც ახალი ცილა შემოვიდა ჩვენთან. ამ ცილამ ჩემი ნაწილი ასე ვთქვათ გაანაყოფიერა. ანუ უფრო კეთილშობილი გამხადა. ეხლა მიიღო ეს. ამას მოფერება უნდა თუ არა? ანუ ორგანიზმი თავისი რესურსებში იწყებს ძებნას. რითი მოვეფერო ეხლა მე ამას? რა უქნა? გამოვაგდო, არ გამოვაგდო, დავიტოვო, არ დავიტოვო. თქვენ რა გონიათ? იქ რა მიდის? ეს ურთიერთკორელაციაა სულ ყველაფერი. ეს არის უდიდესი ჯაჭვი. უდიდესი ჯაჭვი დაწყებული ჰიპოთალამუსიდან დამთავრებული აი უკანასკნელ მიოციტამდე საშუალოს კუნთოვანის. ამას ფიქრობს გესმის? აი ეხლა რა გავაკეთო? იცით რომ თუ არ იცით გეტყვით, ყველაზე კრიტიკული პერიოდი არის პირველი 2 კვირა ჩასახვიდან. გოლგოთის გზა ქვია ამას. გოლგოთას გადის კვერცხუჯრები. იმიტომ რომ 1000 დაბყოლებაა. იქ შეიძლება მილში გაეჭიროს, იქ შეიძლება მუცელში ჩამოვარდეს. გდია განაყოფიერებული კვერცხუჯრები, გესმის? და უცებ ორგანიზმი მოვაროს, სიცოცხლე არის ესა და მოდი აბა ამას მივიტაცებ მე ჩემი ფოჩებით და ფოჩები აქ მილს. მოკიდებს აი ამ ფოჩებს და როგორ ძუნველი დედა ისე შეყავს თავის ორგანიზმში, თავის ბუდეში, რასაც საშვილოსნო ქვია. აი ყველაზე ყველა სიტყვაში, ყველა ენაში ლამაზი სიტყვა. საშვილოსნოში მიაკანებს ამ პირშოს თავისას. ეხლა ამ პირშოს ყება ხო უნდა? საიდან ყბოს? რა, სუპერმარკეტში ჩავა გუდვილში თუ რა ქნას? საიდან რითი მიაწოდოს? ფიქრობს ეხლა მოდი აბა ნიდაცია მოხდეს. ანუ რა, ჩავნერგო საშვილოსნოს ენდომეტრიუმში. ჩაინერგა საშვილოსნოს ენდომეტრიუმი აფხიკა. წავდი აბა მიცა, აბა თუ აიფხიკება თავისით მიცა. იმ ხელა ბარებით თხრით, ხო? ენდომეტრიუმი აფხიკა, რითი აფხიკა? ჰორმონულად აფხიკა. გადაფხიკა ენდომეტრიუმი, აი ჰორმონმა, რა ჰორმონმა? პროჟესტერონმა. სიცოცხლე, ჟესტაციო არის ფრანგული სიტყვა და ნიშნავს სიცოცხლის. პროჟესტერონი ნიშნავს სიცოცხლის გამგზელებას. საკვერცხეს უბძანა, მომეცი ძალა, რომ აი ჰორმონი გამოვიმუშაო და ამ ჰორმონმა გაწია ეს ყველაფერი საშვილოსნოს ენდომეტრიუმი და ჩაძურა განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ამ საშვილოსნოს ენდომეტრიუმი.
გადააფარა ზემოდან ეს ენდომეტრიუმი. ეხლა დაისვენა, გაჩერდა ცოტა ხანი. გაჩერდა, ახლა ფიქრობს, ბიჭო, ეს კი დავმალე სხვა აგენტებისგან, მაგრამ ყვება ხო უნდა. რითი ვყვებო? რანაირად? კაციშვილი არაფერს არ მაძლევს. მოიფიქრა საწყლე და სანაყოფო გარსი განავითარა. ჩვეულებრივად და მისცა ამას პლაცენტის ფორმა. ამ პლაცენტაში შექმნა ისეთი რაღაც ბუსუსები, ხორიონები, დაატოტიანა სისძარღვებით ყველაფრით, რომ რამე წერი რომ შემოვიდეს, ამ ნალოლიავე ბავშვს მივხედო ამ ნალოლიავე ემბრიოს, რომელიც სულ პატარა მიკრონებია. დაიწყო იმისი კვება. კიდე ფიქრობს, ეს აქედან მოდის, ეს ფეხიდან არ წამოვა. ეხლა ეს ფიქრობს, კი ბატონო, ეს კი ყველაფერი, მაგრამ ხო უნდა გაიზარდოს. სისხლი ხო უნდა. ახლა უყურე, ჩემ ორგანიზმსაც უნდა, იმასაც უნდა, აი ამ ფიქრშია და შევარდა ვიღაც აი ამ საშვილოს დროში ვიღაც დეგენერატი, იდიოტი, მოუსვა ეს აბორცანგი და კოზი და აი ამ ხელა ფიქრი, ამ ხელა შენება, ამ ხელა ყველაფერი დაანგრია, იცი რა ფაზაზე, რომ აი ძუძუების ფაზაზე, აი კერჩი რომ პროლაქტინი გამოემუშავება და ეს ემზადება რომ მე უკვე ძემისეთ, აი ამან დაანგრია ყველაფერი. ამაში ფული გადაიხადა დეგენერატმა. გადაიხადა ამაში ფული. სუ დაანგრეული წავიდა სამშობლოს სახლიდან. აბსოლუტურად, აი სუ აი ყველაფერი, აი შათვალე ხა მიხვედი და უბრალოდ ჩაარტყა იმას. დაჯდა ორგანიზმი და დაიწყო ქვითინი ამაზე. და რო ქვითინებს, იმიტომ გახე გამონადენი. ის სისხლიანი გამონადენი აბორტის მერე. ქვითინებს. ტირის ამაზე ორგანიზმი და ფიქრობს, ეხლა რა უშვებო მე ამას, ჩემ თავს რა უშვებ, ეს რა ვქენი, რა ეშმაკი შემი, რა უშვებ, არაფერია, კიდე მოუძებნე ჩემ თავში ძალებს, რომ აღვადგე, დაიწყო ახალი სტრუქტურის შენება. ამ სტრუქტურის შენებლობის დროს ისევ დაფეხმძიმდა, ისევ და რამდენჯერ შეიძლება ეს გახდეს. რამდენჯერ შეიძლება ერთი კედელი ააშენო და დაანგრიო, ან დეგენერატი ხარ და სულელი, ან მეორე ვარიანტში მიანებებ თავს, უკვე აღარ დაანგრევ და აღარ ააშენო. არის თუ არა ეს ასე? აი ამიტომ ამბობ, ეს არის მომაკვდინებელი სცენი, ეს არის ისეთი სცენი, რომ აი მე გეუბნებით რა, დანაშაულის ტოლფასია. მერე იწყება სიმსივნეები, ძუძუსი, მერე იწყება საკვერცხეების და ჰორმონული სიმსივნეები და გვიგვირჩე, რატო გვაქვს კერდის კიბო? გექნება კერდის კიბო, იმიტომ რომ ასჯერ დაანგრია ეს ყველაფერი აწყობილი. ამდენი ჰორმონული ბომბაჟი კერდის შეიძლება? თუ მოდის გახარებული იდიოტი, გადაიხდის ფულს, უი რა კარგია და ისე კარგად გამიო, ისე რა გითხარი, კაცო, ოჯახი დაგიცა, მორჩა დაღუპული ხარ. იკეთე რამდენიც გინდა, 58 ჯერ. 58 აბორტი აქვს კაცს, 58 ჯერ. მარტო საშვილოს დროში რომ ხელი შეგიყო, წარმოგიდგენია რა საშინელება. ამ ხელა ინსტრუმენტები და ამ ხელა იმებს აკეთებ. 58 ჯერ. ანგრევ ყველაფერს, რაც ღმერთის მიერ არის მოძებული. აბა რა უნდა არა ხარ ახლა საქონელი? ადამიანი ხარ? არა. აი ეს არის აბორტი. მე სხვანაირად არ შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ეს დედები ხართ, მომავალი გოგონები ხართ, მით უმეტეს ჩემი თაობის დროს ცოტა იქით არ იყო ეს საშუალებები, ჰიგიენური საშუალებები, ეხლა აი მაგალითად იგივე ჰიგიენური საშუალებები ავიღოთ. პირველად ვნახეთ მე მოსკოვში რომ ვშა, ის always ultra და ისე, თორე ქალები დადვე მარლებით და მე საშუალება იყო. 1000 ჰორმონული პრეპარატები არის, 1000 კონტრაცეფციული საშუალებები არის, როგორც მექანიკური, ისე ჰორმონული, ოპერაციული. ბიჭო, ამას ყველაფერი ჯობია. გამოიყენე რა. ხო მართალია? შეკითხვა თუ რა? საშვილოსნოს მილების გამტარებლობის პრობლემა მართლაც დგას და ის გახლავთ უშვილობის მიზეზებში ყველაზე პირველი. ეს არის თანდაყოლილი და შეძენილი, მოკლედ ვთქვა. ну თანდაყოლის არაფერი ისეთი პათოლოგია ეს ჩვეულებრივი შეიძლება მიდის საერთოდ არ არსებობს. თანდაყოლილად შეიძლება იყოს შევიწროება, მაგრამ ძირითადად მეორადია და იწვევს ანთებითი პროცესები. ანთება თქვენ იცით რომ მე უბრალოდ შეგახსენებ 5 პათფიზიოლოგიური მომენტისგან შედგება.
რუბორ, ტუმორ, კალორ, დოლორ და ფუნქციო ლეზა, ხო? აი, იგივე ხდება ბოლო ფუნქციო ლეზა, ანუ ფუნქციის მოშლა გახლავთ ყველა ათების გამოსავალი. ანუ სიწითლე, შეშუპება, ტკივილი და ასე შემდეგ. და ბოლოს ფუნქციის მოშლა. ასეთი ფუნქცია იშლება მილშიც და ანთების გამოსავალი ათანატომიური რა არის? ვიწმათ ანატომია ისწავლეთ, აბა გეკითხებით რა არის? შემაერთებელი ქსოვილის ჩანაცვლება. ანუ ხელს რო გაიჭრე, იქ აღარ მოდის უკვე სხვა უჯრედი, ვითარდება სხვა ქსოვილი, ვითარდება შემაერთებელი ქსოვილი. ასევე არის მილში. ანთებას უკურნალეთ, შემაერთებელი ქსოვილი განვითარდა, მილის სანათურის დიამეტრი შემცირდა. ეს ერთი, მეორე შემთხვევითი სქესობრივი კავშირები. ისეთი, რომელსაც ევროპაში ციხადაიკებს ეძახიან. აი პოლონეთში ასე ეძახიან. ანუ დაფარული, უეცარი და შიშით სქესობრივი ცხოვრება. შიში არა მარტო შემთხვევით სქესობრივი ცხოვრება შეიძლება ხოლმე. აი დროს ხდება სპასტიური შეკუმშვა მილისა და განაყოფიერებული კვერცხუჯრედით ჩერდება იმ ადგილას, სადაც მოხდა ეს შეკუმშვა. ამდენად სრული რელაქსაცია უნდა იყოს სქესობრივი ცხოვრების დროს. აი ესეც იწვევს მილის ვთქვათ გაავლადობის შემცირებას. შეკითხვია? არა. გარე ურსულობა მინდა იცოდეთ არა, ასე კატეგორიულად მოვიტყვით, გარე ურსულობის კლასიფიკაციიდან გამომდინარე. რას ეწოდება გრავიდიტას ექსტრაუტერინა, ანუ საშვილოსნოს გარე ურსულობა. ყველა ურსულობას, რომელიც არა საშვილოსნოს ზღუში, ასეთი შეიძლება იყოს რა, პირველი, ყველაზე გავრცელებული მილის ურსულობა, რომელიც შემთხვევათა 97%-ში ხდება. შემთხვევათა 2.5%-ში ხდება ისეთი პათოლოგია, როგორიც არის საკვერცხეს ურსულობა. დაახლოებით 0.5%-ში ხდება ყველაზე პარადოქსული მუცლის ზღვის ურსულობა. აი მუცლის ზღვის ურსულობის ერთეული შემთხვევა არის აღწერილი, რომ ნაყოფი 29 კვირამდე, 30 კვირამდე მიიტანეს და გულისცემა ფიქსირდებოდა. თუმცა ცოცხალი ნაყოფის მიღება ვერ შეძლეს. რაც შეეხება მეოთხეს, რომელიც ადრე იყო შეტანილი, მაგრამ ეხლა შევთანხმდით, რომ ეს მაინც ყელის ურსულობა მლიქნელობის გარეშე ვამბობ ამას. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურებისთვის. მედეა, რომლის ლოზუნგია დღეს ვიწყებთ ხვალინდელი ბედნიერებისთვის, ასეც იყოს, იმიტომ რომ დღეს დავიწყოთ და ხვალ თქვენი ყავით და ჩვენ ყველა ბედნიერები. მე მინდა გისურვოთ ამ პროექტის ფარგლებში ჭიდრო ჩვენთან თანამშრომლობა, ურთიერთობა, დანარჩენზე ჩვენ ჩამოყალიბდებით ბატონ გილოსთან ერთად და მივიღებთ აი გადაწყვეტილებას 19 იანვარს იქნება უკვე ამ პროექტის დასაწყისი და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი წესიერ წარიმართება. მე ძალიან დიდი მადლობა, გულწრფელად გეუბნებით ამ მადლობას და რა ვიცი, თუ ვინმეს მე რამე ისეთი პერსონალური დაგჭირდება, იმედის კლინიკა ყოველთვის მზად იქნება. ოღონდ აბორტზე არ მომართოთ. აბა კარგად ზანდება. იცოცხლე. მადლობა.